2024 წლის მაისში, როდესაც ავთანდილ ჯორბენაძის პირადი არქივი გადაიტანეს მისი ოჯახის მიერ, ერთი საქაღალდე უცებ გაქრა. ეს არ იყო ჩვეულებრივი დოკუმენტი, ეს იყო ყავისფერი ქაღალდის ნაწყვეტები, რომლებზეც ხელით იყო ჩაწერილი ციფრები და გვარები, თარიღები და თანხები, რომლებიც არასოდეს გამჟღავნებულა საჯაროდ. თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ეს იყო ის ჩანაწერები, რომლებიც ჯორბენაძემ პირადად აწარმოა 9-იანი წლების განმავლობაში, როდესაც საქართველოს ბიუჯეტი იყო ისეთი მცირე, რომ ერთი მინისტრის თვიური ხელფასი არ აღემატებოდა 30 ლარს, მაგრამ ვიღაცები მაინც ახერხებდნენ მილიონების გადანაწილებას. ვინ წაიღო ეს საქაღალდე? რატომ გაქრა ის სწორედ იმ დღეს, როდესაც ოჯახი ემზადებოდა დაკრძალვისთვის? და რაზე მეტყველებდა ის ციფრები, რომლებიც ჯორბენაძემ ასე ფრთხილად დამალა 30 წლის განმავლობაში? ეს არის ის კითხვები, რომლებზეც პასუხი დღეს მოგცემთ, პირველად 75 წლის შემდეგ, როდესაც შევარდნაძის ოჯახის წევრები იწყებენ საუბარს. ავთანდილ ჯორბენაძე არ იყო ჩვეულებრივი ბიუროკრატი. მას არასოდეს უყვარდა კამერები, არასოდეს აძლევდა ინტერვიუებს, არასოდეს ესწრებოდა საჯარო დებატებს. მაგრამ ყველა, ვინც იცნობდა შევარდნაძის სისტემას, იცოდა ერთი მარტივი წესი: თუ გინდა რაიმე გადაწყვეტილების მიღება ჯანდაცვაში, სოციალურ დახმარებაში, თუნდაც სახელმწიფო შესყიდვებში, უნდა გაიაროს ჯორბენაძის მაგიდა. არა შევარდნაძისა, ჯორბენაძისა. პრეზიდენტი ხელს აწერდა, მაგრამ ციფრებს ჯორბენაძე ადგენდა. ეს იყო ის ადამიანი, რომელიც იცოდა, სად არის ფული, როდესაც ოფიციალურად ფული არ არსებობდა. ეს იყო ის ადამიანი, რომელიც ახერხებდა ექიმების ხელფასების გადახდას, როდესაც სახელმწიფო კაცად ცარიელი იყო. ეს იყო ის ადამიანი, რომელიც ორგანიზებდა საავადმყოფოების მომარაგებას, როდესაც საზღვრები დახურული იყო და ომი გრძელდებოდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. წარმოიდგინეთ ქვეყანას, სადაც ექიმის თვიური ხელფასი არის 30 ლარი, ეს არის დაახლოებით $15 1999 წელს. წარმოიდგინეთ საავადმყოფოს, სადაც ელექტროენერგია მოდის დღეში 2 საათით, სადაც წამლები არ არის, სადაც ოპერაციები კეთდება ოჯახის მიერ შეძენილი ანესთეზიით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ ქაოსში ვიღაც ახერხებს სისტემის შენარჩუნებას. არა კარგად, არამედ ისე, რომ ის საერთოდ არ ჩამოიშალოს. ეს იყო ჯორბენაძის ნამდვილი ნიჭი. მან იცოდა, როგორ გაენაწილებინა ის, რაც არ არსებობდა. მან იცოდა, ვის უნდა დაერეკა ღამის 2 საათზე, რომ მედიკამენტების პარტია გადმოვიდოდა საზღვრიდან. მან იცოდა, რომელ ბიზნესმენს ჰქონდა ვალდებულება შევარდნაძის წინაშე და როგორ გამოეყენებინა ეს ვალდებულება ჯანდაცვის სისტემის სასარგებლოდ. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ოფიციალური ნაწილი. რეალური ძალაუფლება იწყებოდა იქ, სადაც დოკუმენტები მთავრდებოდა. 1993 წელს, როდესაც შევარდნაძე დაბრუნდა საქართველოში და გახდა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, მას სჭირდებოდა ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ არა მხოლოდ მართვა, არამედ დაცვაც. ჯორბენაძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შევარდნაძემ თავის გუნდში აიყვანა. მარტიდან ოქტომბრამდე 1993 წელს ჯორბენაძე იყო სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე. ეს ნიშნავს, რომ მან იცოდა ყველაფერი პრეზიდენტის უსაფრთხოების შესახებ, ყველა საფრთხის შესახებ, ყველა მოკავშირისა და მოწინააღმდეგის შესახებ. ეს იყო პოზიცია, რომელიც ადამიანს აძლევდა წვდომას ყველაზე დახურულ ინფორმაციაზე. და შემდეგ 27 ოქტომბერს 1993 წელს შევარდნაძემ მას მიანიჭა ჯანდაცვის მინისტრის პორტფელი. რატომ სწორედ ჯანდაცვა? რატომ არა ფინანსები, არა თავდაცვა, არა შინაგან საქმეები? პასუხი მარტივია. იმ წლებში ჯანდაცვის სამინისტრო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე უწყება, მაგრამ ამავე დროს ყველაზე გაუკონტროლებელი. აქ შეიძლებოდა ფულის გადანაწილება ისე, რომ არავინ დაინახავდა რეალურ ნაკადებს. აქ შეიძლებოდა კონტრაქტების გაფორმება, შესყიდვების ორგანიზება, საერთაშორისო დახმარების მიღება და ყველაფერი ეს ხდებოდა იმ ადამიანის კონტროლის ქვეშ, რომელსაც შევარდნაძე ენდობოდა უპირობოდ. ჯორბენაძე არ იყო უბრალოდ მინისტრი, ის იყო კარიბჭე, რომლის გავლის გარეშე არაფერი მოძრაობდა. ის იყო ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა არა მხოლოდ ჯანდაცვას, არამედ მთელ სოციალურ სფეროს, რომელიც იმ წლებში ნიშნავდა მილიონობით ლარის ბიუჯეტს, მცირეს, მაგრამ კრიტიკულს. და აქ იწყება ის, რაზეც არავინ საუბრობს. როდესაც ქვეყანაში არაფერია, როდესაც ხალხი მშიერია, როდესაც ექიმები მუშაობენ ხელფასის გარეშე, ვინ წყვეტს, ვის მიეცემა ის მცირე რესურსი, რაც არსებობს? ვინ წყვეტს, რომელი საავადმყოფო მიიღებს გენერატორს და რომელი დარჩება სიბნელეში? ვინ წყვეტს, რომელი რეგიონი მიიღებს ვაქცინებს და რომელი არა? ეს არის ის ძალაუფლება, რომელზეც არავინ წერს სახელმძღვანელოებში.
ეს არის ძალაუფლება სიცოცხლესა და სიკვდილზე, რომელიც არ საჭიროებს ტანკებს და ჯარს. საკმარისია ერთი ხელმოწერა, ერთი ტელეფონის ზარი, ერთი უარი. და ჯორბენაძეს ჰქონდა ეს ძალაუფლება 8 წლის განმავლობაში, 1993-დან 2001 წლამდე. მაგრამ რა ფასად მოდიოდა ეს ძალაუფლება? რა იცოდა ჯორბენაძემ, რაც სხვებმა არ იცოდნენ? და რატომ, როდესაც 2013 წელს მოხდა ვარდების რევოლუცია და შევარდნაძე გადადგა, ჯორბენაძე დარჩა მდუმარე? ის არასოდეს დაწერა მემუარები, არასოდეს გასცა ინტერვიუ, არასოდეს განმარტა როგორ მუშაობდა სისტემა რეალურად. ის წავიდა თავისი საიდუმლოებებით და ახლა მისი გარდაცვალების შემდეგ ჩვენ ვცდილობთ აღვადგინოთ ის ფაზლი, რომლის ნაწილებიც გაფანტულია თბილისის არქივებში, ძველ თანამშრომლების მეხსიერებაში და იმ ქაღალდებში, რომლებიც ვერასოდეს გახდა საჯარო. 70 წლის განმავლობაში არავინ ელაპარაკებოდა. არავინ, ვინც რეალურად იცნობდა ჯორბენაძეს და მუშაობდა მასთან იმ წლებში, როდესაც საქართველო იყო ქაოსის ზღვარზე. მაგრამ 2024 წლის ზაფხულში მისი გარდაცვალების შემდეგ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში 1995-დან 2001 წლამდე, დათანხმდა, რომ პირველად ესაუბრა კამერის წინაშე. მისი სახელი დარჩება ანონიმური, მაგრამ ის, რასაც ის გვიამბობს, ცვლის ყველაფერს, რასაც ვფიქრობდით შევარდნაძის ეპოქის შესახებ. ჯორბენაძე არასოდეს არ იყო უბრალოდ მინისტრი, იწყებს ის ნელა, თითქოს ფიქრობს ყოველ სიტყვაზე. ის იყო სისტემა. ის იყო ადამიანი, რომელიც აკავშირებდა შევარდნაძეს რეალობასთან. პრეზიდენტი იცოდა, რა ხდებოდა ქვეყანაში, მაგრამ ჯორბენაძე იცოდა, როგორ უნდა გადაეჭრა პრობლემები ისე, რომ არავინ დაინახავდა, როგორ ხდებოდა ეს. ეს არის განცხადება, რომელიც საჭიროებს ახსნას. რას ნიშნავს არავინ დაინახავდა? რას ნიშნავს სისტემა? ყოფილი თანამშრომელი გვიყვება ისტორიას, რომელიც არასოდეს გამჟღავნებულა. 1996 წელს, როდესაც საქართველოს ბიუჯეტი იყო კატასტროფულად მცირე და ხელფასები არ იხდებოდა თვეების განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროში შემოვიდა ერთი უცხოელი დელეგაცია საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომელიც სთავაზობდა დახმარებას. ისინი მოიტანეს მედიკამენტების დიდი პარტია და აღჭურვილობა, რომელიც ღირდა ასობით $1000. ოფიციალურად ეს იყო ჰუმანიტარული დახმარება. მაგრამ რეალურად, როგორც ყოფილი თანამშრომელი ხსნის, ეს იყო გარიგება. ჯორბენაძემ იცოდა, რომ უცხოელები არ აძლევდნენ არაფერს უსასყიდლოდ. მათ სჭირდებოდათ რაღაც ხელშეკრულებები, ლიცენზიები, წვდომა ბაზარზე. და ჯორბენაძე იყო ის, ვინც აწყობდა ამ გარიგებებს ისე, რომ ყველა მხარე რჩებოდა კმაყოფილი. შევარდნაძე ხელს აწერდა საბოლოო დოკუმენტებს, მაგრამ პირობებს ჯორბენაძე აყალიბებდა. ეს არის ის, რაზეც არავინ საუბრობს, როდესაც იხსენებენ 9-იან წლებს. ყველა ამბობს, კორუფცია, ქაოსი, სისუსტე. მაგრამ რეალურად იყო სისტემა, არა კარგი, არა სამართლიანი, მაგრამ სისტემა, რომელიც მუშაობდა. და ამ სისტემის ცენტრში იდგა ჯორბენაძე. მან იცოდა, ვის რა სჭირდებოდა. მან იცოდა, ვინ იყო მზად გადაეხადა. მან იცოდა, როგორ გაენაწილებინა რესურსები ისე, რომ ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა მიღებულიყო თავისი წილი და არავინ ამბოხდებოდა. ის არასოდეს არ იყო ხმამაღალი, აგრძელებს ყოფილი თანამშრომელი. ის არასოდეს არ ყვიროდა, არასოდეს არ ემუქრებოდა. ის უბრალოდ საუბრობდა ადამიანებთან, ნელა, მშვიდად, დეტალურად. და ისინი ყოველთვის ეთანხმებოდნენ მას. არ ვიცი, როგორ აკეთებდა ამას, მაგრამ ის ფლობდა ამ ნიჭს. მაგრამ ეს ნიჭი ჰქონდა თავისი ფასი. ყოფილი თანამშრომელი იხსენებს ერთ ეპიზოდს, რომელიც მას არასოდეს დაუვიწყებია. 1999 წელს, როდესაც საქართველო ემზადებოდა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და შევარდნაძე აწყდებოდა სერიოზულ ოპოზიციას, ჯანდაცვის სამინისტროში შემოვიდა ერთი ჯგუფი ბიზნესმენებისა, რომლებიც სთავაზობდნენ დაფინანსებას სამედიცინო პროგრამებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც შევარდნაძეს სჭირდებოდა ხმები. ჯორბენაძემ მოისმინა ისინი, თავი დაუქნია და თქვა, კარგი. მაშინ მე ვერ გავიგე, რატომ დათანხმდა ასე მარტივად. მაგრამ შემდეგ მივხვდი, ის იცოდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა, რომ საერთოდ მიეღო რაიმე ფული ჯანდაცვისთვის. თუ არ სიტყოდა, ის რეგიონები საერთოდ არაფერს მიიღებდნენ. ასე რომ მან აირჩია ნაკლები ბოროტება. ეს არის მორალური დილემა, რომელიც ახასიათებდა მთელ იმ ეპოქას. როდესაც არჩევანი არის სრული ქაოსი ან კონტროლირებადი კორუფცია, რას ირჩევ? ჯორბენაძემ აირჩია მეორე. მან აირჩია სისტემის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა იყო შეღწეული კორუფციით.
მაგრამ ამავე დროს როგორც ყოფილი თანამშრომელი ხაზს უსვამს, ჯორბენაძე არასოდეს არ იყო ადამიანი, რომელიც პირადად მდიდრდებოდა. მე არასოდეს მინახავს მისი ძვირადღირებული მანქანა, არასოდეს მსმენია მისი უძრავი ქონების შესახებ. ის ცხოვრობდა ჩვეულებრივ ბინაში, დადიოდა ჩვეულებრივ ტანსაცმელში. თუ ის იღებდა რაიმეს, ეს არ იყო მისთვის, ეს იყო სისტემისთვის, შევარდნაძის ოჯახისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უნდა დარჩენილიყვნენ ერთგულები. და აქ ჩნდება ის კითხვა, რომელიც განსაზღვრავს ჯორბენაძის მთელ ბიოგრაფიას, რატომ? რატომ იყო ის ასე ერთგული შევარდნაძის მიმართ? რა აკავშირებდა მათ? ყოფილი თანამშრომელი ფიქრობს ამ კითხვაზე და პასუხობს. მე ვფიქრობ, რომ ჯორბენაძე რწმენოდა, რომ შევარდნაძე იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო საქართველოს შენარჩუნება იმ წლებში. ომები, სეპარატიზმი, ეკონომიკური კოლაფსი, ყველაფერი ეს ხდებოდა ერთდროულად. და შევარდნაძეს ჰქონდა ავტორიტეტი, გამოცდილება, საერთაშორისო კავშირები. ჯორბენაძე იცოდა, რომ თუ შევარდნაძე წავიდოდა, მოვიდოდა ვიღაც უარესი. ასე რომ მან აირჩია ერთგულება, არა პიროვნების მიმართ, არამედ იდეის მიმართ, რომ ქვეყანა უნდა გადარჩენილიყო. მაგრამ ეს ერთგულება ჰქონდა თავისი საზღვრები. 2001 წელს, როდესაც შევარდნაძის პოპულარობა დაეცა და ქვეყანაში იზრდებოდა უკმაყოფილება, ჯორბენაძე გადავიდა ახალ პოზიციაზე, სახელმწიფო მინისტრი. ეს იყო პოზიცია, რომელიც ოფიციალურად არ ჰქონდა კონკრეტული პორტფელი, მაგრამ რეალურად ნიშნავდა კოორდინაციას მთელ მთავრობაში. ჯორბენაძე გახდა ის ადამიანი, რომელიც აკავშირებდა სხვადასხვა სამინისტროებს, რომელიც წყვეტდა კონფლიქტებს, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ შევარდნაძის გადაწყვეტილებები რეალურად შესრულებულიყო. ეს იყო პოზიცია, რომელიც მას აძლევდა კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას, ამბობს ყოფილი თანამშრომელი. მაგრამ ამავე დროს ეს იყო პოზიცია, რომელიც მას აძლევდა პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც არ მუშაობდა. და 2013 წლისთვის ბევრი რამ არ მუშაობდა. ზაფხულში 2002 წელს ჯორბენაძე გახდა პარტია მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე, ეს იყო შევარდნაძის პარტია, რომელიც აკონტროლებდა პარლამენტს. ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც აჩვენებდა, რომ ჯორბენაძე იყო არა მხოლოდ ადმინისტრატორი, არამედ პოლიტიკური ფიგურა. მაგრამ ეს ასევე იყო ნაბიჯი, რომელიც მას აქცევდა სამიზნედ. როდესაც 2013 წლის ნოემბერში დაიწყო ვარდების რევოლუცია და ხალხი გამოვიდა ქუჩებში შევარდნაძის წინააღმდეგ, ჯორბენაძე იყო ერთ-ერთი ის ფიგურა, რომელსაც ხალხი ადანაშაულებდა. არა იმიტომ, რომ ის იყო ყველაზე კორუმპირებული, არამედ იმიტომ, რომ ის იყო ყველაზე ხილული, ყველაზე დაკავშირებული შევარდნაძესთან. და აქ ხდება რაღაც, რაც დღემდე რჩება საიდუმლოდ. 25 ნოემბერს 2013 წელს, როდესაც შევარდნაძემ გამოაცხადა გადადგომა და ძალაუფლება გადავიდა ახალ ლიდერებთან, ჯორბენაძე უბრალოდ გაქრა პოლიტიკური სცენიდან. ის არ გამოვიდა განცხადებით, არ გასცა ინტერვიუ, არ დაწერა მემუარები. ის უბრალოდ დაბრუნდა მედიცინაში, თავის პირველ სიყვარულთან, თავის პირველ პროფესიასთან. 2011 წელს ის გახდა გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. ეს იყო პოზიცია, რომელიც არ იყო პოლიტიკური, მაგრამ იყო მნიშვნელოვანი. ის კვლავ მუშაობდა ჯანდაცვაში, მაგრამ უკვე სხვა როლში, უფრო მშვიდ როლში. რატომ აირჩია ჯორბენაძემ ეს გზა? რატომ არ ებრძოლა, რატომ არ ცდილობდა დაბრუნებას პოლიტიკაში? ყოფილი თანამშრომელი ფიქრობს და პასუხობს. მე ვფიქრობ, რომ ის იცოდა, რომ მისი დრო გავიდა. ის იცოდა, რომ ახალი ეპოქა მოდიოდა და ამ ეპოქაში მისთვის ადგილი არ იყო. ის არ იყო ადამიანი, რომელიც ებრძოდა ბედს. ის იყო ადამიანი, რომელიც ადაპტირდებოდა. და ამჯერად ის ადაპტირდა იმით, რომ უბრალოდ გაქრა. ეს არის ის პასუხი, რომელიც ახსნის ბევრ რამეს, მაგრამ ტოვებს კიდევ უფრო მეტ კითხვას. რა იცოდა ჯორბენაძემ, რაც მას აიძულებდა დარჩენილიყო მდუმარე? რა საიდუმლოებები წაიღო ის თავისთან? და რატომ 21 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ ვცდილობთ გავიგოთ, ვინ იყო ის რეალურად? 2013 წლის ნოემბრის 21-4 დღით ადრე, ვიდრე დაიწყებოდა ვარდების რევოლუცია, თბილისის აეროპორტში დაეშვა ერთი კერძო თვითმფრინავი. ოფიციალურად ეს იყო ბიზნეს ვიზიტი, უცხოელი ინვესტორები, რომლებიც აპირებდნენ ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტირებას. მაგრამ თვითმფრინავიდან გადმოვიდა მხოლოდ 2 ადამიანი და ისინი არ წავიდნენ სასტუმროში. ისინი პირდაპირ მივიდნენ ერთ კერძო რეზიდენციაში თბილისის ცენტრში, რეზიდენციაში, რომელიც ეკუთვნოდა ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელიც იყო ახლოს შევარდნაძესთან. იქ, იმ საღამოს გაიმართა შეხვედრა, რომელზეც არავინ საუბრობს დღემდე. შეხვედრა, რომელზეც იყო 3 ადამიანი, 2 უცხოელი და 1 ქართველი.
ის ქართველი იყო ავთანდილ ჯორბენაძე. რა მოხდა იმ შეხვედრაზე? რა ითქვა იმ ოთახში? არავინ იცის ზუსტად, მაგრამ არსებობს ერთი მოწმე, ყოფილი უსაფრთხოების თანამშრომელი, რომელიც იმ საღამოს იყო პასუხისმგებელი რეზიდენციის დაცვაზე. ის არ იყო ოთახში, მაგრამ ის დგას კარის გარეთ და ის ხედავდა, როგორ შევიდნენ ადამიანები და როგორ გამოვიდნენ. ჯორბენაძე შევიდა მშვიდად, როგორც ყოველთვის იხსენებს ის. მაგრამ როდესაც გამოვიდა 1 საათის შემდეგ, მისი სახე იყო თეთრი. ის არ უყურებდა არავის თვალებში. ის უბრალოდ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. მე არასოდეს მინახავს ის ასეთი. ის ყოველთვის იყო კონტროლირებული, ყოველთვის მშვიდი. მაგრამ იმ საღამოს რაღაც შეიცვალა. რა შეეძლო ითქმოდა იმ შეხვედრაზე, რომ ჯორბენაძე გამოსულიყო ასეთი მდგომარეობით? არსებობს რამდენიმე თეორია. პირველი თეორია, უცხოელები იყვნენ დასავლური სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც აფრთხილებდნენ ჯორბენაძეს, რომ შევარდნაძის რეჟიმი დასრულებულია და რომ მან უნდა მოემზადოს ტრანზიციისთვის. მეორე თეორია, უცხოელები იყვნენ რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც სთავაზობდნენ ჯორბენაძეს გარიგებას, თუ ის დაეხმარებოდა შევარდნაძის მშვიდობიან გადადგომას, მას შეეძლებოდა დარჩენილიყო პოლიტიკაში ახალი ხელისუფლების დროს. მესამე თეორია, უცხოელები იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც აფრთხილებდნენ ჯორბენაძეს, რომ თუ რევოლუცია მოხდებოდა, ყველა ფინანსური სქემა, რომელიც არსებობდა, გამჟღავნდებოდა და ის აღმოჩნდებოდა საფრთხეში. რომელი თეორია არის სწორი? ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ 4 დღის შემდეგ, როდესაც დაიწყო რევოლუცია, ჯორბენაძე არ იყო იმ ადამიანთა შორის, რომლებიც ცდილობდნენ შევარდნაძის დაცვას. ის არ გამოვიდა საჯარო განცხადებით, არ მოუწოდა ხალხს სიმშვიდისკენ, არ ცდილობდა მოლაპარაკებას დემონსტრანტებთან. ის უბრალოდ იყო უჩინარი. და როდესაც 25 ნოემბერს შევარდნაძემ გამოაცხადა გადადგომა, ჯორბენაძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დატოვა თავისი თანამდებობა. არა იმიტომ, რომ მას აიძულეს, არამედ იმიტომ, რომ ის თვითონ გადაწყვიტა. ეს არის ის მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ჯორბენაძის მთელ ბიოგრაფიას. ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა, როდის უნდა წასულიყო. ის იყო ადამიანი, რომელიც არ ებრძოდა გარდაუვალს. ის იყო ადამიანი, რომელიც ირჩევდა გადარჩენას ვიდრე ბრძოლას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის იყო სუსტი. პირიქით, ეს ნიშნავს, რომ ის იყო ჭკვიანი. ის იცოდა, რომ ახალი ხელისუფლება მოდიოდა და რომ ამ ხელისუფლებას სჭირდებოდა მსხვერპლი. ის იცოდა, რომ თუ ის დარჩებოდა, ის გახდებოდა ის მსხვერპლი. ასე რომ ის წავიდა, მშვიდად უხმაუროდ, ისე რომ არავინ შეამჩნია. მაგრამ წასვლა არ ნიშნავს დავიწყებას. ჯორბენაძე კვლავ იყო ცნობილი ფიგურა საქართველოში. ის კვლავ ჰქონდა კავშირები, ის კვლავ იცოდა საიდუმლოებები. და ახალი ხელისუფლება ამას იცოდა. 2004 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი და დაიწყო რეფორმები, ერთ-ერთი პირველი რამ, რაც მან გააკეთა, იყო ძველი ელიტის გამოძიება. ბევრი ყოფილი ჩინოვნიკი დააპატიმრეს, ბევრს წაერთვა ქონება, ბევრი გაიქცა ქვეყნიდან. მაგრამ ჯორბენაძე არ დააპატიმრეს. მას არ წაერთვა ქონება. მას არ მოუჭია გაქცევა. რატომ? არსებობს ორი შესაძლო ახსნა. პირველი, ჯორბენაძე რეალურად არ იყო კორუმპირებული პირადად. ის მუშაობდა სისტემაში, მაგრამ ის არ იყო ის, ვინც პირადად მდიდრდებოდა. ის იყო ადმინისტრატორი, არა ქურდი. მეორე ახსნა, ჯორბენაძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც იცავდა მას. ის იცოდა ისეთი რამ, რაც ახალი ხელისუფლება არ იყო მზად გამჟღავნებულიყო. და ეს ინფორმაცია იყო მისი დაცვა. ჯორბენაძე არასოდეს არ იყო ადამიანი, რომელიც ემუქრებოდა, ამბობს ერთი ყოფილი პოლიტიკური ანალიტიკოსი. მაგრამ ყველამ იცოდა, რომ თუ მას შეეხებოდნენ, ის შეეძლო ესაუბრა. და ის, რასაც ის შეეძლო ეთქვა, შეეძლო დაეზიანებინა ბევრი ადამიანი, არა მხოლოდ ძველი ელიტა, არამედ ახალიც. ეს არის ის ძალა, რომელიც ჯორბენაძეს ჰქონდა, არა ფული, არა პოზიცია, არამედ ცოდნა. ის იცოდა, როგორ მუშაობდა სისტემა. ის იცოდა, ვინ იღებდა რას. ის იცოდა, რომელი გარიგებები იყო გაფორმებული, რომელი ხელშეკრულებები იყო ხელმოწერილი, რომელი ფული იყო გადახდილი. და ეს ცოდნა იყო მისი სადაზღვევო პოლისი. ის არასოდეს არ გამოიყენა ამ ცოდნას საჯაროდ, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ის ჰქონდა. და ეს იყო საკმარისი, რომ მას მშვიდობაში დაეტოვებინათ. ასე რომ ჯორბენაძე დაბრუნდა მედიცინაში. ის გახდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კარდიოლოგიურ ცენტრში.
ის მუშაობდა ჩუმად ეფექტურად ისე, რომ არავინ ამჩნევდა. ის არ აძლევდა ინტერვიუებს, არ წერდა სტატიებს, არ ესწრებოდა პოლიტიკურ ღონისძიებებს. ის უბრალოდ მუშაობდა. და ეს იყო მისი არჩევანი, არა იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სხვა ვარიანტი, არამედ იმიტომ, რომ ის ამას იყო მზად. ის იყო მზად დაეტოვებინა პოლიტიკა და დაბრუნებულიყო იქ, საიდანაც დაიწყო, მედიცინაში, დახმარებაში, მოვლაში. მაგრამ მისი წარსული არ ივიწყებოდა. ადამიანები, რომლებიც იცნობდნენ მას, ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მასთან, ადამიანები, რომლებიც იცოდნენ მისი როლი შევარდნაძის ეპოქაში, ისინი არ ივიწყებდნენ. და როდესაც 2024 წლის მაისში ჯორბენაძე გარდაიცვალა, ბევრმა იფიქრა, ახლა ვინ იტყვის ჭეშმარიტებას, ვინ იცის, რა რეალურად ხდებოდა იმ წლებში. ვინ იცის, როგორ მუშაობდა სისტემა. ვინ იცის, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს და რატომ. ეს არის ის კითხვები, რომლებზე პასუხი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე. იმიტომ, რომ ჯორბენაძე წავიდა თავისი საიდუმლოებებით. ის არასოდეს არ დაწერა მემუარები, არასოდეს არ გასცა დიდი ინტერვიუ, არასოდეს არ განმარტა თავისი როლი. ის უბრალოდ მუშაობდა, ცხოვრობდა და წავიდა. და ახლა, როდესაც ის აღარ არის, ჩვენ ვცდილობთ ავადგინოთ ის ფაზლი, რომლის ნაწილებიც გაფანტულია სხვადასხვა ადამიანების მეხსიერებაში, სხვადასხვა დოკუმენტებში, სხვადასხვა არქივებში. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ჯორბენაძე იყო ადამიანი, რომელიც იცოდა როგორ უნდა გადარჩენილიყო. ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა როდის უნდა ესაუბრა და როდის უნდა დამდუმებულიყო. ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა როგორ უნდა მუშაობა სისტემაში, მაგრამ არ გამხდარიყო მისი მსხვერპლი. და ეს არის ის ნიჭი, რომელიც იშვიათია, განსაკუთრებით იმ ეპოქაში, როდესაც ბევრი ადამიანი კარგავდა ყველაფერს, ბევრი ადამიანი ემსხვერპლებოდა, ბევრი ადამიანი ქრებოდა. ჯორბენაძე არ გაქრა. ის უბრალოდ გადავიდა ჩრდილში და იქ დარჩა, სანამ არ მოვიდა მისი დრო წასვლის. რა იყო ის საიდუმლო, რომელიც ჯორბენაძემ წაიღო თავისთან? რა იყო ის ინფორმაცია, რომელიც მას იცავდა? რა იყო ის გარიგებები, რომელიც მან იცოდა? ჩვენ შეიძლება არასოდეს გავიგოთ. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ ჯორბენაძე იყო ადამიანი, რომელიც იყო ცენტრში ძალაუფლების, ცენტრში გადაწყვეტილებების, ცენტრში იმ სისტემის, რომელიც მართავდა საქართველოს ყველაზე რთულ წლებში. და ახლა, როდესაც ის აღარ არის, ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, როგორ მუშაობდა ეს სისტემა და ვინ იყო ის ადამიანები, რომლებიც მართლაც მართავდნენ ქვეყანას. მე ვიცოდი, რომ ჯორბენაძე ავად იყო, მაგრამ არავინ საუბრობდა ამაზე, ამბობს ყოფილი ექიმი, რომელიც მუშაობდა გულიკო ჩაფიძის ცენტრში 2012-დან 2024 წლამდე. მისი ხელები კვლავ კანკალებს, როდესაც ის იხსენებს იმ დღეს, როდესაც პირველად შეამჩნია, რომ რაღაც არ იყო რიგზე. ეს იყო 2018 წლის გაზაფხული. ჯორბენაძე შემოვიდა ცენტრში, როგორც ყოველთვის, მშვიდად კონტროლირებულად. მაგრამ მე შევამჩნიე, რომ მისი სახე იყო უფრო ფერმკრთალი, ვიდრე ჩვეულებრივ. მისი ხელები ოდნავ კანკალებდა, როდესაც ის აწერდა ხელს დოკუმენტებზე. მე ვიყავი კარდიოლოგი 30 წლის განმავლობაში, მე ვიცოდი ეს ნიშნები. რას ნიშნავდა ეს ნიშნები? რა ემალებოდა ჯორბენაძეს? და რატომ ადამიანი, რომელიც მართავდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კარდიოლოგიურ ცენტრს, არ საუბრობდა საკუთარ ჯანმრთელობაზე? ყოფილი ექიმი გვიყვება ისტორიას, რომელიც არასოდეს გამჟღავნებულა. 2018 წლის ივნისში ერთ საღამოს, როდესაც ცენტრი უკვე დახურული იყო და ყველა თანამშრომელი წასული, ჯორბენაძე დარჩა თავის ოფისში. ყოფილი ექიმი, რომელიც დაგვიანებით მუშაობდა, გაიარა დერეფანში და შეამჩნია, რომ ჯორბენაძის ოფისიდან მოდიოდა შუქი. მე გადავწყვიტე შემევამოწმებინა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. როდესაც შევედი, ვნახე ჯორბენაძე, რომელიც იჯდა თავის მაგიდასთან და უჭირავდა გულმკერდი. მისი სახე იყო თეთრი, მისი შუბლზე იყო ყოფილი. მე მივირბინე მისკენ და ვკითხე, რა მოხდა. ის თქვა, არაფერი, უბრალოდ დაღლილი ვარ. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს არ იყო დაღლილობა. ეს იყო გულის შეტევის ნიშნები. ექიმმა დაუყოვნებლივ გამოიძახა სასწრაფო დახმარება, მაგრამ ჯორბენაძემ უარი თქვა. ის თქვა, არა, არ მჭირდება სასწრაფო. მე კარგად ვარ. ის ცდილობდა წამოდგომას, მაგრამ მე ვნახე, რომ მისი ფეხები კანკალებდა. მე ვუთხარი, ბატონო ავთანდილ, თქვენ გჭირდებათ გამოკვლევა. თქვენ ხართ კარდიოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, თქვენ იცით, რა შეიძლება მოხდეს, თუ არ მოუხედავთ ამას. მაგრამ ის უბრალოდ გაიღიმა და თქვა, მე ვიცი რა მაქვს. და მე ვიცი, რომ ამის შესახებ არავინ უნდა იცოდეს.
ეს იყო პირველი ჯერ, როდესაც ექიმმა გაიგო, რომ ჯორბენაძე იცოდა თავისი დიაგნოზი. ის იცოდა, რომ მას ჰქონდა სერიოზული გულის პრობლემა. მაგრამ ის არ იყო მზად, რომ ეს ინფორმაცია გახდომოდა საჯარო. რატომ? რატომ ადამიანი, რომელიც მართავდა კარდიოლოგიურ ცენტრს, ფარავდა საკუთარ დაავადებას? ყოფილი ექიმი ფიქრობს ამ კითხვაზე და პასუხობს: მე ვფიქრობ, რომ ჯორბენაძე ეშინოდა, რომ თუ ხალხი გაიგებდა მის ჯანმრთელობის შესახებ, ისინი დაიწყებდნენ კითხვას, როგორ შეიძლება ავადმყოფმა ადამიანმა მართოს კარდიოლოგიური ცენტრი. ის ეშინოდა, რომ დაკარგავდა თავის პოზიციას, არა იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა ფული ან ძალაუფლება, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მას ჰქონდა დარჩენილი. ის უკვე დაკარგა პოლიტიკური კარიერა, ის უკვე დაკარგა გავლენა. მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰქონდა ეს შესაძლებლობა, რომ ემსახურა ადამიანებს, რომ დაეხმარა პაციენტებს. და ის არ იყო მზად, რომ ეს დაეკარგა. ეს არის ტრაგედია, რომელიც ახასიათებს ჯორბენაძის ბოლო წლებს. ის იყო ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მსახურობდა სხვებს, პირველად როგორც ექიმი, შემდეგ როგორც მინისტრი, შემდეგ როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. მაგრამ როდესაც მას თვითონ დასჭირდა დახმარება, ის არ იყო მზად, რომ ეს აღიარა. ის არ იყო მზად, რომ გამხდარიყო სუსტი, გამხდარიყო დამოკიდებული, გამხდარიყო ტვირთი. ასე რომ ის ფარავდა თავის დაავადებას, არა მხოლოდ საზოგადოებისგან, არამედ თავისი ოჯახისგან, თავისი მეგობრებისგან, თავისი კოლეგებისგან. მაგრამ დაავადება არ ელოდება. 2024 წლის დასაწყისში ჯორბენაძის მდგომარეობა გაუარესდა. ყოფილი ექიმი იხსენებს, რომ იანვარში ჯორბენაძე აღარ მოდიოდა ცენტრში ყოველდღე. ის მოდიოდა კვირაში ორჯერ, შემდეგ კვირაში ერთხელ. მე ვხედავდი, რომ მას უჭირდა სიარული. მისი სუნთქვა იყო მძიმე. მაგრამ ის კვლავ ცდილობდა, რომ ყოფილიყო კონტროლირებული, რომ არავინ შეამჩნიოს. ის კვლავ ატარებდა თავის ჩვეულებრივ კოსტიუმს, კვლავ საუბრობდა მშვიდად, კვლავ აწერდა ხელს დოკუმენტებზე. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს იყო მხოლოდ ფასადი. უკან მის თვალებში მე ვხედავდი შიშს. რისი ეშინოდა ჯორბენაძეს? ეშინოდა სიკვდილისა? ეშინოდა ტკივილისა? თუ ეშინოდა იმისა, რომ მისი საიდუმლოებები გამჟღავნდებოდა მისი გარდაცვალების შემდეგ? ყოფილი ექიმი ფიქრობს და პასუხობს: მე ვფიქრობ, რომ ჯორბენაძეს ეშინოდა არა სიკვდილისა, არამედ იმისა, რომ ის დაივიწყებოდა არასწორად. ის ეშინოდა, რომ ხალხი იხსენებდა მას მხოლოდ როგორც შევარდნაძის ადამიანს, როგორც კორუმპირებული სისტემის ნაწილს. ის იყო მზად, რომ წასულიყო, მაგრამ ის არ იყო მზად, რომ მისი მთელი ცხოვრება შეფასებულიყო მხოლოდ იმ რამდენიმე წლით, როდესაც ის იყო ძალაუფლებაში. და აქ ჩნდება ის კითხვა, რომელიც განსაზღვრავს ჯორბენაძის მთელ მემკვიდრეობას: როგორ უნდა შევაფასოთ ადამიანი, რომელიც მუშაობდა კორუმპირებულ სისტემაში, მაგრამ თვითონ არ იყო კორუმპირებული? როგორ უნდა შევაფასოთ ადამიანი, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებებს, რომლებიც ზიანდებოდა ზოგიერთ ადამიანს, მაგრამ ეხმარებოდა სხვებს? როგორ უნდა შევაფასოთ ადამიანი, რომელიც იყო ერთგული დიქტატორის მიმართ, მაგრამ ამავე დროს ცდილობდა, რომ დაეხმარა ქვეყანას? ეს არის ის კითხვები, რომლებზე არ არსებობს მარტივი პასუხები. და ჯორბენაძე ამას იცოდა. ის იცოდა, რომ ისტორია მას შეაფასებდა და ის არ იყო დარწმუნებული, რომ ეს შეფასება იქნებოდა სამართლიანი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი შევარდნაძის შესახებ, ყოველი ფინანსური სქემა, ყოველი პოლიტიკური გარიგება, ყოველი საიდუმლო შეხვედრა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, დარჩეთ მდუმარე და წახვიდეთ თქვენი საიდუმლოებებით, თუ ისაუბროთ და გამოავლინოთ ყველაფერი, რაც იცით. 2024 წლის გაზაფხულზე, როდესაც ჯორბენაძე იცოდა, რომ მისი დრო იწურებოდა, ის აწყდა ამ არჩევანს. და ის, რაც მან გადაწყვიტა, განსაზღვრავს მის მთელ მემკვიდრეობას. არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც იცის, რა მოხდა იმ ბოლო თვეებში, ჯორბენაძის ოჯახის ახლო მეგობარი, რომელიც ესწრებოდა მას მის ბოლო დღეებში. ის არ იყო პოლიტიკოსი, არ იყო ბიზნესმენი, არ იყო ჟურნალისტი. ის იყო უბრალოდ მეგობარი, ადამიანი, რომელსაც ჯორბენაძე ენდობოდა. აპრილში 2024 წელს იწყებს ის ნელა, ავთანდილმა მომიწვია თავის სახლში. ეს იყო პირველი ჯერ, როდესაც მე ვნახე ის ასეთი სუსტი. ის იჯდა თავის სავარძელში გარშემორტყმული ბალიშებით და ის მიყურებდა ისე, თითქოს ცდილობდა რაღაცის თქმას, მაგრამ არ იცოდა როგორ დაეწყო. მეგობარი იხსენებს, რომ ჯორბენაძე საუბრობდა ბევრ რამეზე იმ დღეს, თავის ბავშვობაზე ჩიბათში, თავის სწავლაზე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, თავის პირველ წლებზე როგორც ექიმი. მაგრამ შემდეგ უცებ ის შეჩერდა და თქვა რაღაც, რაც მეგობარს არასოდეს დაუიწყებია.
ის თქვა, მე ვიცი, რომ ხალხი ფიქრობს, რომ მე ვიყავი კორუმპირებული. მე ვიცი, რომ ისინი ფიქრობენ, რომ მე ვიყავი ნაწილი იმ სისტემისა, რომელიც ძარცვავდა ქვეყანას. მაგრამ მე გინდა იცოდე ერთი რამ, მე არასოდეს არ ავიღე არაფერი ჩემთვის. ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, იყო იმისთვის, რომ სისტემა არ ჩამოშლილიყო. იმიტომ, რომ თუ სისტემა ჩამოშლილიყო, ხალხი კიდევ უფრო მეც დაკარგავდა. ეს არის ის გამართლება, რომელიც ჯორბენაძე იყენებდა, არა საჯაროდ, არამედ პირადად, თავის ახლო ადამიანებთან. ის ამბობდა, რომ ის არ იყო იდეალური, მაგრამ ის აკეთებდა საუკეთესოს, რაც შეეძლო იმ გარემოში, სადაც ის მუშაობდა. ის ამბობდა, რომ ის არ იყო ქურდი, არამედ გადამრჩენელი ადამიანი, რომელიც ცდილობდა, რომ შეენარჩუნებინა ის მცირე, რაც არსებობდა. მაგრამ არის თუ არა ეს გამართლება საკმარისი? არის თუ არა საკმარისი, რომ თქვა, მე ვაკეთებდი საუკეთესოს, რაც შემეძლო, როდესაც შენი საუკეთესო ნიშნავდა თანამშრომლობას კორუმპირებულ სისტემასთან. მეგობარი ფიქრობს ამ კითხვაზე და პასუხობს, მე არ ვიცი. მე არ ვიცი, სწორი იყო თუ არა ის, რაც ავთანდილმა გააკეთა. მაგრამ მე ვიცი ერთი რამ, ის რწმენოდა, რომ ის აკეთებდა სწორს. ის რწმენოდა, რომ ის იყო ერთადერთი გზა. და ეს რწმენა იყო ის, რაც მას აძლევდა ძალას, რომ გაეგრძელებინა, რომ არ დანებებულიყო, რომ არ გაქცეულიყო. ეს არის ის, რაც ახასიათებს ბევრ ადამიანს, რომლებიც მუშაობდნენ იმ სისტემაში, ისინი რწმენოდნენ, რომ ისინი აკეთებდნენ სწორს, მიუხედავად იმისა, რომ გარედან ეს არ ჩანდა ასე. მაგრამ ჯორბენაძეს ჰქონდა კიდევ ერთი საიდუმლო, რომელიც მან არასოდეს გაუზიარა არავის, გარდა ერთი ადამიანისა. მეგობარი იხსენებს, რომ იმავე დღეს, აპრილში, როდესაც ისინი საუბრობდნენ, ჯორბენაძემ უთხრა რაღაც, რაც მას შოკში ჩააგდო. ის თქვა, მე მაქვს ერთი საქაღალდე, სადაც არის ყველა დოკუმენტი, ყველა ჩანაწერი, ყველა მტკიცებულება იმის შესახებ, როგორ მუშაობდა სისტემა. მე ვინახავ ამას უსაფრთხო ადგილას. და მე გადავწყვიტე, რომ ეს საქაღალდე არასოდეს არ გახდება საჯარო. იმიტომ, რომ თუ ეს გახდება საჯარო, ეს დააზიანებს არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ძალაუფლებაში, არამედ მთელ ქვეყანას. ეს გამოავლენს ისეთ რამეებს, რომლებიც უკეთესია დარჩეს დამალული. რა იყო იმ საქაღალდეში? რა იყო ის დოკუმენტები, რომლებიც ჯორბენაძე თვლიდა, რომ იყო ძალიან საშიში, რომ გამჟღავნებულიყო? მეგობარი არ იცის. ჯორბენაძემ არასოდეს უთხრა მას დეტალები. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ ეს საქაღალდე რეალურად არსებობდა. და როდესაც ჯორბენაძე გარდაიცვალა მაისში 2024 წელს, ეს საქაღალდე გაქრა. მე ვიყავი იქ, როდესაც ოჯახი ალაგებდა მის ნივთებს, ამბობს მეგობარი. მე ვეძებდი იმ საქაღალდეს, მაგრამ ვერ ვიპოვე. ის უბრალოდ არ იყო იქ. ვიღაცამ წაიღო ის, ან ავთანდილმა თვითონ დაამალა ის ისე, რომ არავინ იპოვიდა. ეს არის ის საიდუმლო, რომელიც კვლავ რჩება გამოუცნობად. სად არის ის საქაღალდე? ვინ წაიღო ის? და რა იყო მასში, რაც ჯორბენაძე თვლიდა, რომ იყო ძალიან საშიში? ეს არის ის კითხვები, რომლებზეც ჩვენ შეიძლება არასოდეს მივიღოთ პასუხები. მაგრამ ის, რაც ცხადია, არის ის, რომ ჯორბენაძე წავიდა თავისი საიდუმლოებებით, და ეს იყო მისი ბოლო არჩევანი, მისი ბოლო გადაწყვეტილება, მისი ბოლო აქტი კონტროლისა. 1999 წელს, როდესაც საქართველოს ბიუჯეტი იყო ისეთი მცირე, რომ მთელი ჯანდაცვის სამინისტროს წლიური ხარჯი არ აღემატებოდა 5 მილიონ ლარს, ჯორბენაძემ გააკეთა რაღაც, რაზეც არავინ საუბრობს. ის ორგანიზებდა საიდუმლო შეხვედრებს უცხოელ ბიზნესმენებთან, არაოფიციალურ შეხვედრებს სამინისტროში, არამედ პირად შეხვედრებს კერძო რესტორნებში, კერძო რეზიდენციებში, ზოგჯერ თუნდაც მის საკუთარ სახლში. ამ შეხვედრებზე ისინი საუბრობდნენ არა მხოლოდ ჯანდაცვაზე, არამედ ბიზნესზე, ინვესტიციებზე, შესაძლებლობებზე. და ამ შეხვედრების შედეგად საქართველოში შემოდიოდა ფული, არა ბევრი, მაგრამ საკმარისი, რომ სისტემა გაეგრძელებინა მუშაობა. არსებობს ერთი ყოფილი ბიზნესმენი, რომელიც ესწრებოდა ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას. ის არ იყო ქართველი, ის იყო თურქი ბიზნესმენი, რომელიც აპირებდა ფარმაცევტული კომპანიის გახსნას საქართველოში. მე მქონდა შეხვედრა ჯორბენაძესთან 1999 წლის ოქტომბერში, იხსენებს ის. ეს იყო კერძო რესტორანი თბილისში. როდესაც მე შევედი, ჯორბენაძე უკვე იჯდა იქ, მარტო მშვიდად ელოდა. ის არ იყო ხმამაღალი, არ იყო აგრესიული. ის უბრალოდ მისალმებით მიმიღო და მითხრა, მოდით ვისაუბროთ იმაზე, როგორ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ. ბიზნესმენი იხსენებს, რომ ჯორბენაძე არ საუბრობდა პირდაპირ კორუფციაზე. ის არ ითხოვდა ქრთამს, არ ითხოვდა პროცენტს, არ ითხოვდა პირად სარგებელს.
ის უბრალოდ ხსნიდა სიტუაციას, ის თქვა, ჩვენ გვაქვს პრობლემა. ჩვენს საავადმყოფოებს არ აქვთ წამლები. ჩვენს ექიმებს არ აქვთ ხელფასები. ჩვენს პაციენტებს არ აქვთ იმედი. მაგრამ თუ თქვენ გახსნით თქვენს კომპანიას აქ, თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ წამლები ჩვენს საავადმყოფოებს. და ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენ, რომ მიიღოთ ლიცენზიები, რომ მიიღოთ კონტრაქტები, რომ მიიღოთ წვდომა ბაზარზე. ეს არის ურთიერთსასარგებლო გარიგება. ეს არის ის, რასაც ჯორბენაძე უწოდებდა პრაგმატულ თანამშრომლობას. ის არ იყო კორუფცია ტრადიციული გაგებით, ის არ იღებდა ფულს პირადად, ის არ აგროვებდა ქონებას. მაგრამ ის იყენებდა თავის პოზიციას, რომ მოეზიდა ინვესტიციები, რომ შექმნა კავშირები, რომ უზრუნველყო, რომ ის ბიზნესმენები, რომლებიც თანამშრომლობდნენ მასთან, მიიღებდნენ პრივილეგიებს. და სანაცვლოდ ეს ბიზნესმენები აწვდიდნენ წამლებს, აღჭურვილობას, ზოგჯერ თუნდაც ფულს პირდაპირ საავადმყოფოებში. ეს იყო სისტემა, რომელიც მუშაობდა, ამბობს თურქი ბიზნესმენი. არა იდეალურად, არა გამჭვირვალედ, მაგრამ ის მუშაობდა. და იმ დროს, როდესაც ქვეყანა იყო ქაოსში, ეს იყო საკმარისი. მაგრამ ეს სისტემა ჰქონდა თავისი ფასი. ყოველი გარიგება, რომელიც ჯორბენაძე აკეთებდა, ყოველი კონტრაქტი, რომელიც ის ხელმოწერდა, ყოველი ლიცენზია, რომელიც ის გასცემდა, ყველაფერი ეს ქმნიდა ვალდებულებებს. ბიზნესმენები, რომლებიც იღებდნენ პრივილეგიებს, იცოდნენ, რომ ისინი ვალდებული იყვნენ ჯორბენაძის მიმართ. და ეს ვალდებულება არ იყო მხოლოდ ფინანსური, ეს იყო პოლიტიკური. როდესაც შევარდნაძეს სჭირდებოდა მხარდაჭერა, როდესაც მას სჭირდებოდა ფული საარჩევნო კამპანიისთვის, როდესაც მას სჭირდებოდა ლობირება საერთაშორისო ორგანიზაციებში, ეს ბიზნესმენები იყვნენ იქ გზად დაეხმარათ. ეს არის ის, რაზეც არავინ საუბრობს, როდესაც იხსენებენ შევარდნაძის ეპოქას. ყველა ამბობს, კორუფცია, ქურდობა, ძარცვა. მაგრამ რეალურად იყო რაღაც უფრო რთული, იყო ქსელი ურთიერთდამოკიდებულებების, ქსელი ვალდებულებების, ქსელი გარიგებების, რომელიც აკავშირებდა პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, უცხოელ ინვესტორებს. და ამ ქსელის ცენტრში იდგა ჯორბენაძე, არა როგორც ხელმძღვანელი, არამედ როგორც კოორდინატორი, როგორც ადამიანი, რომელიც იცოდა, ვინ იყო დაკავშირებული ვისთან, ვინ იყო ვალდებული ვის მიმართ, ვინ შეეძლო დაეხმარა ვის. თურქი ბიზნესმენი იხსენებს, რომ მისი კომპანია მუშაობდა საქართველოში 5 წლის განმავლობაში, 1999-დან 2004 წლამდე. ამ 5 წლის განმავლობაში ის რეგულარულად ხვდებოდა ჯორბენაძეს, არა ყოველთვის ოფიციალურად, ზოგჯერ უბრალოდ კერძო სადილზე, კერძო საუბარზე. ჯორბენაძე არასოდეს არ მითხოვდა არაფერს პირდაპირ, ამბობს ის. მაგრამ ის ყოველთვის აძლევდა მითითებებს, რომელ რეგიონს სჭირდებოდა დახმარება, რომელ საავადმყოფოს სჭირდებოდა წამლები, რომელ პროექტს სჭირდებოდა მხარდაჭერა. და მე ვიცოდი, რომ თუ მე დავეხმარებოდი ამ პროექტებს, ჯორბენაძე დამეხმარებოდა ჩემს ბიზნესს. ეს იყო ურთიერთგაგება, არა წერილობითი, არა ოფიციალური, მაგრამ ძალიან ნათელი. ეს არის ის, რასაც ჯორბენაძე აკეთებდა საუკეთესოდ, ის ქმნიდა ურთიერთგაგებებს, ის აშენებდა ურთიერთობებს, ის უზრუნველყოფდა, რომ ყველა მხარე რჩებოდა კმაყოფილი. ის არ იყო ადამიანი, რომელიც იყენებდა ძალას, რომელიც ემუქრებოდა, რომელიც აიძულებდა. ის იყო ადამიანი, რომელიც მოლაპარაკებდა, რომელიც ეძებდა კომპრომისს, რომელიც ცდილობდა, რომ ყველა მხარე მიღებულიყო რაღაც. და ეს იყო მისი ძალა, არა ძალა იძულების, არამედ ძალა დარწმუნების. მაგრამ ეს ძალა ჰქონდა თავისი ლიმიტები. 2013 წელს, როდესაც დაიწყო ვარდების რევოლუცია და ხალხი გამოვიდა ქუჩებში, ჯორბენაძის ქსელი ჩამოიშალა. ბიზნესმენები, რომლებიც თანამშრომლობდნენ მასთან, უცებ გახდნენ უჩინარები. პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერდნენ მას, უცებ გადავიდნენ ოპოზიციის მხარეს. უცხოელი ინვესტორები, რომლებიც აფინანსებდნენ პროექტებს, უცებ შეაჩერეს თანამშრომლობა. ეს იყო თითქოს მთელი სისტემა გაქრა ერთ ღამეში, ამბობს თურქი ბიზნესმენი. ერთ დღეს ყველაფერი მუშაობდა, მეორე დღეს არაფერი. და ჯორბენაძე დარჩა მარტო. ეს არის ის მომენტი, რომელიც აჩვენებს ჯორბენაძის რეალურ სიძლიერეს და სისუსტეს. მისი ძალა იყო დამოკიდებული სისტემაზე, როდესაც სისტემა მუშაობდა, ის იყო ძლიერი. მაგრამ როდესაც სისტემა ჩამოიშალა, ის დარჩა უძლური. ის არ ჰქონდა პირადი არმია, არ ჰქონდა პირადი ქონება, არ ჰქონდა პირადი ძალა. ის ჰქონდა მხოლოდ კავშირები და როდესაც ეს კავშირები გაწყდა, ის დარჩა არაფრით. და აქ ჩნდება ის კითხვა, რომელიც განსაზღვრავს ჯორბენაძის მთელ ისტორიას, იყო თუ არა ის რეალური ძალაუფლების მქონე ფიგურა, თუ ის იყო მხოლოდ შუამავალი ადამიანი, რომელიც აკავშირებდა სხვებს, მაგრამ თვითონ არ ჰქონდა რეალური ძალა.
იყო თუ არა ის ნაცრისფერი კარდინალი, როგორც მას უწოდებდნენ, თუ ის იყო მხოლოდ ეფექტური ადმინისტრატორი, რომელიც მუშაობდა კორუმპირებულ სისტემაში. ეს არის ის კითხვები, რომლებზეც თქვენ, ჩვენი მაყურებლები, უნდა გადაწყვიტოთ. რას ფიქრობთ თქვენ, იყო თუ არა ჯორბენაძე რეალური ძალაუფლების მქონე ფიგურა, თუ ის იყო მხოლოდ ნაწილი უფრო დიდი სისტემისა, რომელიც მართავდა მას, ისევე როგორც ის მართავდა სხვებს. წარმოიდგინეთ ოთახი, რომელიც არსებობს მხოლოდ 3 ადამიანის მეხსიერებაში. ოთახი სახელმწიფო დაცვის სამსახურის შენობაში, სადაც 1993 წელს ყოველ ორშაბათს იკრიბებოდა საიდუმლო ჯგუფი. არა ოფიციალური კომიტეტი, არა დოკუმენტირებული შეხვედრა, უბრალოდ 12 ადამიანი, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი შევარდნაძის შესახებ და რომლებიც წყვეტდნენ, რა ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ პრეზიდენტს და რა არა. ჯორბენაძე იყო ერთ-ერთი ამ 12-დან. არა ყველაზე ხმამაღალი, არა ყველაზე მაღალჩინოსანი, მაგრამ ის, ვინც აკონტროლებდა ყველაზე მგრძნობიარე სფეროს ჯანმრთელობას, როგორც პრეზიდენტის, ისე მთელი ქვეყნის. ამ ჯგუფში არავინ არ იყენებდა თავის რეალურ სახელს, მხოლოდ კოდებს. ჯორბენაძის კოდი იყო ექიმი. და როდესაც ექიმი საუბრობდა, ყველა უსმენდა, იმიტომ რომ ის იცოდა ის, რაც სხვებმა არ იცოდნენ, ვის რამდენი დრო ჰქონდა დარჩენილი. ვინ იყვნენ ამ 12 ადამიანი? რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ ისინი იმ ოთახში? და რატომ 22 დეკემბერს 1999 წელს, როდესაც შევარდნაძე აირჩიეს პრეზიდენტად, ეს ჯგუფი უცებ შეწყვიტა შეხვედრები და არასოდეს აღარ შეიკრიბა? არსებობს ერთი ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც იცავდა იმ შენობას, სადაც ეს შეხვედრები იმართებოდა. ის არასოდეს არ შესულა იმ ოთახში, მაგრამ ის ხედავდა, ვინ შედიოდა და ვინ გამოდიოდა. ისინი შედიოდნენ ცალ-ცალკე, 10 წუთის ინტერვალით იხსენებს ის. არასოდეს ერთად, არასოდეს ერთდროულად. პირველი ყოველთვის იყო ჯორბენაძე, ის მოდიოდა ზუსტად 9 საათზე დილით, ატარებდა ყავისფერ პორტფელს, რომელიც ყოველთვის იყო ჩაკეტილი 2 საკეტით. ის შედიოდა, არ უყურებდა არავის, არ ესალმებოდა მცველებს. ის უბრალოდ შედიოდა და ქრებოდა იმ დერეფანში, რომელიც მიდიოდა მესამე სართულზე. ის დერეფანი, როგორც ოფიცერი ხსნის, არ არსებობდა ოფიციალურ გეგმებში. ის იყო დამალული გასასვლელი, რომელიც აშენდა ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, როდესაც შენობა იყო კგბ-ს რეზიდენცია. და ის ოთახი, სადაც ისინი იკრიბებოდნენ, იყო ძველი დაკითხვის ოთახი, რომელსაც არ ჰქონდა ფანჯრები, არ ჰქონდა ვენტილაცია, არ ჰქონდა არაფერი, რაც დაუკავშირებდა გარესამყაროს. რა ხდებოდა იმ ოთახში? ყოფილი ოფიცერი არ იცის, მაგრამ ის იცის ერთი რამ, როდესაც ისინი გამოდიოდნენ, 2 საათის შემდეგ, ყველა იყო მდუმარე. არავინ არ საუბრობდა, არავინ არ უყურებდა ერთმანეთს. ისინი უბრალოდ გამოდიოდნენ, ისევ ცალ-ცალკე 10 წუთის ინტერვალით და მიდიოდნენ თავიანთ მანქანებთან. მაგრამ ერთხელ 1995 წლის ნოემბერში მე ვნახე რაღაც, რაც არასოდეს დამივიწყებია. ჯორბენაძე გამოვიდა ბოლო, როგორც ყოველთვის. მაგრამ ამჯერად მისი სახე იყო თეთრი, მისი ხელები კანკალებდა. ის ჩერდება დერეფანში, ეყრდნობა კედელს და რჩება ასე რამდენიმე წუთი. მე მივუახლოვდი და ვკითხე, ბატონო, ყველაფერი რიგზეა? ის მომხედა და თქვა, ეს დოკუმენტი შეიძლებოდა ღირდეს სიცოცხლეები. შემდეგ ის უბრალოდ წავიდა. რა დოკუმენტი იყო ეს? რა ინფორმაცია იყო იმ პორტფელში, რომელსაც ჯორბენაძე ატარებდა? ყოფილი ოფიცერი ფიქრობს და პასუხობს, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სამედიცინო ანგარიშები, არა ჩვეულებრივი ანგარიშები, არამედ რეალური ანგარიშები იმის შესახებ, ვინ იყო ავად, რამდენად სერიოზულად, რამდენი დრო ჰქონდა დარჩენილი. იმ წლებში ბევრი მაღალჩინოსანი იყო ავად, სტრესი, ალკოჰოლი, ცუდი კვება, ომის შიში. მაგრამ არავინ არ აღიარებდა ამას საჯაროდ. და ჯორბენაძე იყო ის, ვინც იცოდა ჭეშმარიტება. ის იცოდა, ვინ იღებდა რა წამლებს, ვინ ჰქონდა რა დიაგნოზი, ვინ იყო რეალურად ძალაუფლების მდგომარეობაში და ვინ მხოლოდ ფასადი. ეს არის ის ძალა, რომელიც ჯორბენაძეს ჰქონდა და რომელზეც არავინ არ საუბრობს, ძალა ცოდნისა. ის იცოდა, ვინ იყო სუსტი, ვინ იყო დაუცველი, ვინ იყო შიშში. და ეს ცოდნა აძლევდა მას უნიკალურ პოზიციას იმ საიდუმლო ჯგუფში. როდესაც ისინი იკრიბებოდნენ და წყვეტდნენ, რა ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ შევარდნაძეს, ჯორბენაძე იყო ის, ვინც ამბობდა, ეს ადამიანი არ არის საიმედო, იმიტომ რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ის შეიძლება გადაწყვეტილებები მიიღოს არასტაბილურ მდგომარეობაში. ან ეს ადამიანი არის საიმედო, იმიტომ რომ მას არ აქვს არაფერი დასამალი და ის არ არის დამოკიდებული წამლებზე. ეს იყო ის ტიპის ძალა, რომელიც არ ჩანს, მაგრამ რომელიც განსაზღვრავს ყველაფერს.
მაგრამ ეს ჯგუფი არ იყო მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების ჯგუფი. ისინი ასევე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არასოდეს გახდა საჯარო. ყოფილი ოფიცერი იხსენებს, რომ 1995 წლის დეკემბერში, ერთი კვირით ადრე, ვიდრე შევარდნაძეზე მოხდა მკვლელობის მცდელობა, იმ ჯგუფმა გამართა საგანგებო შეხვედრა. ეს იყო ერთადერთი ჯერ, როდესაც ისინი შეიკრიბნენ არა ორშაბათს, არამედ შაბათს. და ისინი დარჩნენ იქ არა 2 საათი, არამედ 5 საათი. როდესაც ისინი გამოვიდნენ, ყველას ჰქონდა ერთი და იგივე გამომეტყველება, შიში. რეალური შიში. და კვირას შემდეგ მოხდა აფეთქება. ეს ნიშნავს, რომ ისინი იცოდნენ, რომ რაღაც ემზადებოდა. ყოფილი ოფიცერი არ იცის, მაგრამ ის ამბობს, მე ვფიქრობ, რომ ისინი იცოდნენ, რომ საფრთხე არსებობდა. მაგრამ ისინი არ იცოდნენ, როდის და როგორ. და ისინი გადაწყვიტეს, რომ არ გაეფრთხილებინათ შევარდნაძე, იმიტომ რომ თუ ისინი გააფრთხილებდნენ მას ყოველ ჯერზე, როდესაც იყო საფრთხე, ის გახდებოდა პარანოიკული და ვერ მართავდა ქვეყანას. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს იმ ჯგუფის მთელ ბუნებას, ისინი წყვეტდნენ, რა იყო უკეთესი პრეზიდენტისთვის, მაშინაც კი, როდესაც ეს ნიშნავდა მისი სიცოცხლის რისკში ჩაგდებას. ისინი წყვეტდნენ, რა ინფორმაცია იყო საჭირო და რა ზედმეტი. და ჯორბენაძე იყო ნაწილი ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესისა. ის იყო ის, ვინც ამბობდა, თუ ჩვენ ვუთხრათ მას ყველაფერს, ის ვერ გაუძლებს. მაგრამ თუ ჩვენ არაფერს არ ვუთხრათ, ის შეიძლება მოკვდეს. ასე რომ ჩვენ უნდა ვუთხრათ მას მხოლოდ ის, რაც აუცილებელია. ეს იყო ბალანსი, რომელსაც ისინი ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ, ბალანსი ინფორმაციასა და დაცვას შორის, ბალანსი ჭეშმარიტებასა და სტაბილურობას შორის. მაგრამ ეს ბალანსი ვერ გაგრძელდა სამუდამოდ. 1999 წლის დეკემბერში, როდესაც შევარდნაძე აირჩიეს პრეზიდენტად და ქვეყანა შევიდა ახალ ეტაპში, იმ საიდუმლო ჯგუფმა გამართა თავისი ბოლო შეხვედრა. ყოფილი ოფიცერი იხსენებს იმ დღეს, ეს იყო 22 დეკემბერი. ისინი შეიკრიბნენ როგორც ყოველთვის, მაგრამ ამჯერად რაღაც იყო განსხვავებული. როდესაც ისინი გამოვიდნენ, ისინი არ იყვნენ მდუმარე, ისინი საუბრობდნენ ერთმანეთთან, ისინი ეხმიანებოდნენ ერთმანეთს. ეს იყო პირველი ჯერ, როდესაც მე ვნახე ისინი ასე. და ჯორბენაძე, როდესაც ის გამოვიდა, მომხედა და თქვა, ახლა ყველაფერი იცვლება. ახლა ჩვენ აღარ ვართ საჭირო. რას ნიშნავდა ეს? რატომ გადაწყვიტა იმ ჯგუფმა, რომ დაეშალა? ყოფილი ოფიცერი ფიქრობს და პასუხობს, მე ვფიქრობ, რომ ისინი გაიგეს, რომ ახალი ეპოქა მოდიოდა, ეპოქა, სადაც ასეთი საიდუმლო ჯგუფები აღარ იქნებოდა შესაძლებელი. ეპოქა, სადაც ყველაფერი უნდა ყოფილიყო უფრო გამჭვირვალე, უფრო კონტროლირებადი. და ისინი გადაწყვიტეს, რომ უკეთესი იყო გაქრომა, ვიდრე გამჟღავნება. ასე რომ ის ჯგუფი გაქრა, არა ოფიციალურად, არამედ უბრალოდ შეწყვიტა შეხვედრები. 12 ადამიანი დაბრუნდა თავიანთ ჩვეულებრივ სამსახურებში, თავიანთ ჩვეულებრივ ცხოვრებაში. მაგრამ ისინი კვლავ იცოდნენ ერთმანეთს, კვლავ ჰქონდათ კავშირები, კვლავ იცოდნენ საიდუმლოებები. და ეს ცოდნა იყო მათი დაცვა იმისგან, რომ ვიღაც შეეხოთ მათ, დაცვა იმისგან, რომ ვიღაც ეკითხა მათ, რა რეალურად ხდებოდა იმ წლებში. იმიტომ რომ თუ ერთი მათგანი ესაუბრებოდა, ყველა მათგანი იქნებოდა საფრთხეში. და ეს იყო ის წესი, რომელიც ისინი დაიცავდნენ სიკვდილამდე, წესი სიჩუმისა, წესი ერთგულებისა, წესი იმისა, რომ ზოგიერთი საიდუმლოებები უნდა დარჩეს დამალული სამუდამოდ. რა იყო ის საიდუმლოებები, რომლებიც იმ ჯგუფმა იცოდა? რა გადაწყვეტილებები მიიღეს ისინი იმ ოთახში? და რატომ 21 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ არ ვიცით, ვინ იყვნენ ის 12 ადამიანი და რა როლი ითამაშეს ისინი საქართველოს ისტორიაში? 2024 წლის მაისის 18-ს, როდესაც ჯორბენაძის ოჯახი დაიწყო მისი პირადი არქივის დალაგება, ისინი იპოვეს რაღაც, რაც არავინ არ ელოდა, ძველი ხუთი, რომელიც იყო დამალული მისი სამუშაო ოთახის კარადაში, ხუთი, რომელიც იყო სავსე დოკუმენტებით, ფოტოებით, ჩანაწერებით. ეს არ იყო ოფიციალური დოკუმენტები, ეს იყო პირადი ჩანაწერები, რომლებიც ჯორბენაძემ აწარმოა წლების განმავლობაში. ჩანაწერები იმის შესახებ, რა რეალურად ხდებოდა ჯანდაცვის სამინისტროში, როგორ ნაწილდებოდა ბიუჯეტი, ვინ იღებდა რას და რატომ. მაგრამ ყველაზე შოკის მომგვრელი იყო ერთი საქაღალდე, რომელზეც იყო დაწერილი მხოლოდ ერთი სიტყვა, განადგურებული. რა იყო იმ საქაღალდეში? რა დოკუმენტები იყო განადგურებული და რატომ? და ვინ გადაწყვიტა, რომ ეს დოკუმენტები უნდა განადგურებულიყო? არსებობს ერთი ყოფილი არქივარიუსი, რომელიც მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში 1995-დან 2013 წლამდე.
მისი სამსახური იყო დოკუმენტების შენახვა, კატალოგიზაცია და დაცვა. მაგრამ ის ასევე იყო მოწმე იმისა, როგორ ნადგურდებოდა დოკუმენტები, არა შემთხვევით, არამედ სისტემატურად და გეგმილად. ყოველ წელს დეკემბრის ბოლოს ჯორბენაძე მომიწვევდა თავის ოფისში, იხსენებს ის. ის მაძლევდა სიას დოკუმენტების, რომლებიც უნდა განადგურებულიყო. არა ძველი დოკუმენტები, არა უსარგებლო დოკუმენტები, არამედ კონკრეტული დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულ გარიგებებს, კონკრეტულ ხელშეკრულებებს, კონკრეტულ ადამიანებს. ის მითხრა, ეს დოკუმენტები არის საშიში. თუ ისინი გამჟღავნდება, ისინი დააზიანებენ ბევრ ადამიანს, არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმოწერილნი არიან მათზე, არამედ მთელ სისტემას. რა იყო ის დოკუმენტები? არქივარიუსი იხსენებს რამდენიმე მაგალითს. ერთი იყო ხელშეკრულება უცხოელ ფარმაცევტულ კომპანიასთან, ხელშეკრულება, რომელიც ოფიციალურად იყო ჰუმანიტარული დახმარების შესახებ, მაგრამ რეალურად იყო გარიგება, სადაც კომპანია იღებდა ექსკლუზიურ უფლებას სწავლების მიწოდებაზე საქართველოში და სანაცვლოდ აფინანსებდა შევარდნაძის საარჩევნო კამპანიას. მეორე იყო დოკუმენტი, რომელიც აჩვენებდა, როგორ ნაწილდებოდა საერთაშორისო დახმარება, არა საავადმყოფოებში, არამედ კერძო კლინიკებში, რომლებიც ეკუთვნოდა მაღალჩინოსნების ოჯახებს. მესამე იყო სია ექიმების, რომლებიც იღებდნენ ხელფასებს, მაგრამ რეალურად არ მუშაობდნენ. ისინი იყვნენ მოჩვენებითი თანამშრომლები, რომლებიც არსებობდნენ მხოლოდ ქაღალდზე, რათა ფული გადაეცათ სხვა ადამიანებს. ეს არის ის, რაზეც არავინ არ საუბრობს, როდესაც იხსენებენ 9-იან წლებს სისტემატური განადგურება მტკიცებულებების. არა იმიტომ, რომ ადამიანები იყვნენ ბოროტები, არამედ იმიტომ, რომ ისინი იცოდნენ, რომ თუ ეს მტკიცებულებები გამჟღავნდებოდა, მთელი სისტემა ჩამოიშლებოდა. და ჯორბენაძე იყო ის, ვინც აკონტროლებდა ამ პროცესს, არა იმიტომ, რომ ის იყო კორუმპირებული, არამედ იმიტომ, რომ ის იყო პრაგმატული. ის იცოდა, რომ ზოგიერთი ჭეშმარიტება იყო ძალიან საშიში, რომ გამჟღავნებულიყო. არქივარიუსი იხსენებს, რომ ერთხელ 1999 წელს, როდესაც ის ნადგურებდა კიდევ ერთ პარტიას დოკუმენტების, ჯორბენაძე შემოვიდა არქივში და დაუკვირდა მას. ის იდგა იქ, მდუმარე და უყურებდა, როგორ იცვოდა ქაღალდები. შემდეგ ის თქვა, ეს არის ერთადერთი გზა. თუ ჩვენ არ განვადგურებთ ამას, ვიღაც სხვა იპოვის ამას და გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ. და მაშინ ყველაფერი, რაც ჩვენ ავაშენეთ, ჩამოიშლება. ეს არის ის ლოგიკა, რომელიც ახასიათებდა ჯორბენაძეს ლოგიკა გადარჩენისა. ის არ ფიქრობდა იდეალურ სამყაროზე, სადაც ყველაფერი იყო გამჭვირვალე და სამართლიანი. ის ფიქრობდა რეალურ სამყაროზე, სადაც ყველაფერი იყო რთული და საშიში. და ამ სამყაროში, როგორც ის თვლიდა, ზოგიერთი საიდუმლოება უნდა დარჩენილიყო საიდუმლოდ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ ინახავდა ჩანაწერებს. პირიქით, ის ინახავდა ყველაფერს, მაგრამ არა ოფიციალურ არქივში, არამედ თავისპირად არქივში. ის ინახავდა ასლებს, ის ინახავდა ჩანაწერებს, ის ინახავდა მტკიცებულებებს. არა იმისთვის, რომ გამოეყენებინა ისინი, არამედ იმისთვის, რომ ჰქონოდა დაცვა იმისგან, რომ ვიღაც დაადანაშაულოს მას იმაში, რაც ის არ გააკეთა. არქივარიუსი იხსენებს, რომ ბოლო დოკუმენტების განადგურება მოხდა 2013 წლის ნოემბერში, ზუსტად ერთი კვირით ადრე, ვიდრე დაიწყებოდა ვარდების რევოლუცია. ჯორბენაძემ მომიწვია და მითხრა, ყველაფერი უნდა განადგურდეს. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ბოლო 10 წლის გარიგებებთან, ხელშეკრულებებთან, გადახდებთან. ყველაფერი. მე ვკითხე, რატომ ახლა? ის თქვა, იმიტომ რომ ცვლილება მოდის. და როდესაც ცვლილება მოდის, ადამიანები ეძებენ ბრალეულებს. და ეს დოკუმენტები გახდება იარაღი იმ ადამიანების ხელში, რომლებიც მოვლენ ძალაუფლებაში. ეს იყო ბოლო ჯერ, როდესაც არქივარიუსმა ნახა ჯორბენაძე. ერთი კვირის შემდეგ დაიწყო რევოლუცია და ჯორბენაძე გაქრა პოლიტიკური სცენიდან. მაგრამ ის დოკუმენტები, რომლებიც განადგურდა, არ იყო ერთადერთი ასლები. როგორც არქივარიუსი ახლა ამბობს, ჯორბენაძეს ჰქონდა თავისი პირადი ასლები, რომლებიც ის ინახავდა თავის სახლში, თავის პირად უსაფრთხო ყუთში. მე ვიცოდი ამის შესახებ, იმიტომ რომ ერთხელ ის მითხრა, თუ რაიმე მომხდება ჩემთან, თუ ვიღაც შეეხება ჩემს ოჯახს, ეს დოკუმენტები გახდება საჯარო. ეს არის ჩემი სადაზღვევო პოლისი. მაგრამ ის არასოდეს არ გამოიყენა ამ პოლისს. ის წავიდა მშვიდად, უხმაუროდ. და ახლა მისი გარდაცვალების შემდეგ ჩვენ არ ვიცით, სად არის ეს დოკუმენტები. ისინი გაქრნენ, ისევე როგორც ის საქაღალდე, რომელიც იპოვეს მის სახლში და რომელიც შემდეგ გაქრა. რა იყო იმ დოკუმენტებში? რა საიდუმლოებები ინახებოდა იმ ყუთში? და ვინ წაიღო ისინი მისი გარდაცვალების შემდეგ?
ეს არის ის კითხვები, რომლებზეც ჩვენ შეიძლება არასოდეს მივიღოთ პასუხები. მაგრამ ის, რაც ცხადია, არის ის, რომ ჯორბენაძე იცოდა ღირებულება ინფორმაციისა. ის იცოდა, რომ ზოგიერთი ინფორმაცია იყო ძალიან ძვირფასი, რომ განადგურებულიყო, მაგრამ ძალიან საშიში, რომ გამჟღავნებულიყო. ასე რომ ის ინახავდა ამას, არა როგორც იარაღს, არამედ როგორც დაცვას, როგორც გარანტიას, რომ არავინ შეეხებოდა მას ან მის ოჯახს. და ეს დაცვა მუშაობდა, ის წავიდა მშვიდად, ის არასოდეს არ დააპატიმრეს, ის არასოდეს არ დაადანაშაულეს. ის უბრალოდ გაქრა და მასთან ერთად გაქრა ის საიდუმლოებები, რომლებიც შეეძლო შეეცვალა საქართველოს ისტორია. რა იქნებოდა, თუ ეს დოკუმენტები გამჟღავნდებოდა? რა ჭეშმარიტება გაიგებდა საზოგადოება? და რატომ ჯორბენაძემ გადაწყვიტა, რომ ეს ჭეშმარიტება უნდა დარჩენილიყო დამალული? 1994 წლის თებერვლის 23-ს, როდესაც ავთანდილ ჯორბენაძეს შეუსრულდა 43 წელი, ის არ აღნიშნა თავის დაბადების დღეს. ის იყო თავის ოფისში ჯანდაცვის სამინისტროში, მარტო მუშაობდა დოკუმენტებზე, რომლებიც ეხებოდა ახალ ბიუჯეტს. მაგრამ საღამოს, როდესაც ყველა თანამშრომელი წავიდა, მისთან შემოვიდა ერთი ადამიანი, რომელიც არ იყო ქართველი, რომელიც არ იყო ოფიციალური ვიზიტორი, რომელიც არ იყო დარეგისტრირებული არც ერთ ჟურნალში. ეს იყო ადამიანი, რომელიც მოვიდა ჩრდილიდან და რომელიც მოიტანა შეტყობინება, რომელიც შეცვალა ყველაფერი. რა იყო ეს შეტყობინება? ვინ იყო ეს ადამიანი? და რატომ იმ საღამოს შემდეგ ჯორბენაძე გახდა სხვა ადამიანი, უფრო ფრთხილი, უფრო მდუმარე, უფრო შიშიანი? არსებობს ერთი ყოფილი მძღოლი, რომელიც მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში და რომელიც იმ საღამოს ელოდა ჯორბენაძეს შენობის გარეთ. ის არ იცოდა, ვინ იყო ის უცხოელი, მაგრამ ის ნახა, როგორ შემოვიდა ის და როგორ გამოვიდა. ის იყო მაღალი კაცი, დაახლოებით 50 წლის, ატარებდა შავ პალტოს და შავ ქუდს. ის შემოვიდა სწრაფად, არ უყურებდა არავის, არ ესალმებოდა მცველებს. ის უბრალოდ შევიდა და გაქრა იმ დერეფანში, რომელიც მიდიოდა ჯორბენაძის ოფისისკენ. ის იყო იქ დაახლოებით 20 წუთი. როდესაც ის გამოვიდა, მისი სახე იყო ცივი, გამომეტყველების გარეშე. ის უბრალოდ გავიდა და ჩაჯდა მანქანაში, რომელიც ელოდა მას გარეთ, მანქანაში, რომელსაც არ ჰქონდა ნომრები. მძღოლი იხსენებს, რომ 10 წუთის შემდეგ ჯორბენაძე გამოვიდა შენობიდან. მისი სახე იყო თეთრი, მისი ხელები კანკალებდა. ის ჩაჯდა მანქანაში და თქვა, წავიდეთ სახლში. მთელი გზის განმავლობაში ის არ თქვა არაფერი. ის უბრალოდ იჯდა და უყურებდა ფანჯარას. მაგრამ როდესაც ჩვენ მივედით მის სახლთან, ის უცებ თქვა, ყველაფერი შეიცვალა. ყველაფერი, რაც მე ვიცოდი, ყველაფერი, რაც მე ვფიქრობდი, ყველაფერი იყო ტყუილი. მე ვკითხე, რა მოხდა, მაგრამ ის უბრალოდ გადმოვიდა მანქანიდან და შევიდა სახლში. ეს იყო ბოლო ჯერ, როდესაც მე ვნახე ის ასეთი. რა შეეძლო ეთქვა იმ უცხოელს, რომ ჯორბენაძე გამოსულიყო ასეთი მდგომარეობით? არსებობს რამდენიმე თეორია. პირველი თეორია, უცხოელი იყო დასავლური სპეცსამსახურის აგენტი, რომელმაც აფრთხილა ჯორბენაძე, რომ მისი სიცოცხლე იყო საფრთხეში, არა იმიტომ, რომ ვიღაც აპირებდა მის მკვლელობას, არამედ იმიტომ, რომ ის იცოდა ძალიან ბევრი და რომ ზოგიერთი ძალა იყო დაინტერესებული, რომ ის დამდუმებულიყო. მეორე თეორია, უცხოელი იყო რუსული სპეცსამსახურის აგენტი, რომელმაც შესთავაზა ჯორბენაძეს გარიგება, თუ ის დაეხმარებოდა რუსეთის ინტერესებს საქართველოში, მას შეეძლებოდა დარჩენილიყო ძალაუფლებაში და მიეღო დაცვა. მესამე თეორია, უცხოელი იყო ვიღაც სხვა ვიღაც, ვინც იცოდა ჯორბენაძის საიდუმლოებები და ვინც აფრთხილებდა მას, რომ ეს საიდუმლოებები იყო გამჟღავნების ზღვარზე. რომელი თეორია არის სწორი? ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ იმ საღამოს შემდეგ ჯორბენაძე შეიცვალა. ის გახდა უფრო ფრთხილი, უფრო მდუმარე, უფრო იზოლირებული. ის შეწყვიტა საჯარო გამოსვლები, შეწყვიტა ინტერვიუების მიცემა, შეწყვიტა თუნდაც თავისი ახლო თანამშრომლების ნდობა. მძღოლი იხსენებს, რომ მომდევნო თვეებში ჯორბენაძე იწყებდა ყოველ დღეს იმით, რომ ამოწმებდა თავის მანქანას, არა მექანიკურად, არამედ პირადად, თვითონ. ის ამოწმებდა ძრავას, ამოწმებდა საჭეებს, ამოწმებდა ყველაფერს. ის ეშინოდა, რომ ვიღაც დაამონტაჟებდა რაღაცას. ის ეშინოდა, რომ ვიღაცა აკონტროლებდა მას. ის ეშინოდა, რომ ვიღაც ელოდა შესაძლებლობას. ეს არის ის პარანოია, რომელიც დაიწყო იმ საღამოს შემდეგ და რომელიც არასოდეს არ დატოვა ჯორბენაძეს. ის იცოდა, რომ ის იყო დაუცველი. ის იცოდა, რომ ის იცოდა ძალიან ბევრი. ის იცოდა, რომ ზოგიერთი ძალა იყო დაინტერესებული, რომ ის დამდუმებულიყო. და ეს ცოდნა აქცევდა მას პარანოიკულად.
ძღოლი იხსენებს, რომ ერთხელ 1995 წელს, როდესაც ისინი მიდიოდნენ შეხვედრაზე, ჯორბენაძემ უცებ უბრძანა მას, რომ შეეცვალა მარშრუტი. ის თქვა, არა, ამ გზით. წავიდეთ სხვა გზით. მე ვკითხე, რატომ? ის თქვა, იმიტომ რომ ვიღაც გვყვება. მე შევხედე უკან, მაგრამ არავინ არ იყო. მაგრამ ჯორბენაძე დაჟინებით მოითხოვდა, რომ შეგვეცვალა მარშრუტი. ასე რომ მე შევცვალე. და მთელი გზის განმავლობაში ის უყურებდა უკან, ამოწმებდა, თუ ვიღაც გვყვებოდა. ეს არის ის ცხოვრება, რომელიც ჯორბენაძემ იცხოვრა იმ წლებში, ცხოვრება მუდმივი შიშის, მუდმივი ფრთხილობის, მუდმივი კონტროლის. ის არ ენდობოდა არავის, ის არ ენდობოდა არაფერს. ის იცოდა, რომ ის იყო სამიზნე, არა იმიტომ, რომ ის იყო კორუმპირებული, არამედ იმიტომ, რომ ის იცოდა ძალიან ბევრი. და ეს ცოდნა იყო როგორც მისი ძალა, ისე მისი სისუსტე. ის იცავდა მას, მაგრამ ამავე დროს აქცევდა მას სამიზნედ. ძღოლი იხსენებს, რომ ბოლო წლებში, როდესაც ჯორბენაძე უკვე არ იყო პოლიტიკაში და მუშაობდა კარდიოლოგიურ ცენტრში, ის კვლავ იყო ფრთხილი. ის კვლავ ამოწმებდა თავის მანქანას, კვლავ იცვლიდა მარშრუტებს, კვლავ უყურებდა უკან. ის არასოდეს არ დაისვენა. ის არასოდეს არ იგრძნო უსაფრთხოდ. ეს არის ტრაგედია ჯორბენაძის ცხოვრებისა. ის იყო ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მსახურობდა სხვებს, მაგრამ რომელიც არასოდეს არ იგრძნო უსაფრთხოდ. ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა ძალიან ბევრი, მაგრამ რომელიც არასოდეს არ შეეძლო ესაუბრა. ის იყო ადამიანი, რომელიც ჰქონდა ძალა, მაგრამ რომელიც არასოდეს არ შეეძლო გამოეყენებინა ეს ძალა თავისი დასაცავად. ის იყო ადამიანი, რომელიც იცხოვრა ჩრდილში, არა იმიტომ, რომ ის არჩევდა ამას, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი გზა გადარჩენისთვის. ძღოლი იხსენებს ბოლო ჯერს, როდესაც ის ნახა ჯორბენაძე, ეს იყო 2024 წლის აპრილი, 2 თვით ადრე, ვიდრე ის გარდაიცვალა. მე შევხვდი მას ქუჩაში, შემთხვევით. ის იყო ძალიან სუსტი, ძალიან ფერმკრთალი. მაგრამ როდესაც ის მომინახა, ის გაიღიმა და თქვა, როგორ ხარ? მე ვკითხე, როგორ ხართ თქვენ? ის თქვა, მე კარგად ვარ. მე ბოლოს და ბოლოს ვიცი, რომ მალე ყველაფერი დასრულდება. და მე მზად ვარ. მე ვკითხე, რა დასრულდება, მაგრამ ის უბრალოდ გაიღიმა და წავიდა. ეს იყო ბოლო ჯერ, როდესაც მე ვესაუბრე მას. რას ნიშნავდა ეს? რა იცოდა ჯორბენაძემ, რაც ჩვენ არ ვიცით? იცოდა თუ არა ის, რომ მისი დრო იწურებოდა? იცოდა თუ არა ის, რომ მალე ის წავიდოდა? და იყო თუ არა ის მზად, რომ წასულიყო თავისი საიდუმლოებებით, თუ ის ელოდა, რომ ვიღაც იპოვიდა მათ მისი გარდაცვალების შემდეგ? ეს არის ის კითხვები, რომლებზეც ჩვენ შეიძლება არასოდეს მივიღოთ პასუხები. მაგრამ ის, რაც ცხადია, არის ის, რომ ჯორბენაძე იცხოვრა ცხოვრება, რომელიც იყო სავსე საიდუმლოებებით, სავსე შიშით, სავსე ფრთხილობით. და ის წავიდა ისე, როგორც იცხოვრა, მშვიდად, უხმაუროდ ჩრდილში. რა იყო ის შეტყობინება, რომელიც მან მიიღო იმ საღამოს 1994 წელს? ვინ იყო ის უცხოელი, რომელიც შემოვიდა მის ოფისში? და რა შეიცვალა იმ საღამოს შემდეგ, რამაც აიძულა ჯორბენაძე იცხოვროს დანარჩენი ცხოვრება მუდმივ შიშში? ეს არის ის საიდუმლოებები, რომლებიც ჯორბენაძემ წაიღო თავისთან, საიდუმლოებები, რომლებიც შეიძლება არასოდეს გამჟღავნდეს, მაგრამ რომლებიც განსაზღვრავს მის მთელ მემკვიდრეობას. რას ფიქრობთ თქვენ, იყო თუ არა ჯორბენაძემ მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელშიც ის მუშაობდა, თუ ის იყო თანამონაწილე? იყო თუ არა ის გმირი, რომელიც ცდილობდა ქვეყნის გადარჩენას, თუ ის იყო უბრალოდ ბიუროკრატი, რომელიც ასრულებდა ბრძანებებს? და რა იქნებოდა, თუ ის ესაუბრებოდა, თუ ის გამოავლენდა ყველა საიდუმლოს, რომელიც ის იცოდა? პირველად 30 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც იყო ჯორბენაძის უშუალო თანამშრომელი სახელმწიფო მინისტრის აპარატში 2001-დან 2013 წლამდე და თანხმდა ისაუბროს კამერის წინაშე. მისი სახელი დარჩება ანონიმური, მაგრამ ის, რასაც ის გვიამბობს, ხსნის ბოლო თავსატეხს იმის შესახებ, რატომ ჯორბენაძე დარჩა მდუმარე ბოლომდე და რა იყო ის ფასი, რომელიც მან გადაიხადა ამ სიჩუმისთვის. 2002 წლის ზაფხულში იწყებს ის ნელა, თითქოს ფიქრობს ყოველ სიტყვაზე, ჯორბენაძემ მომიწვია თავის კერძო რეზიდენციაში. არა ოფისში, არა სამინისტროში, თავის სახლში. ეს იყო პირველი ჯერ, როდესაც ის მიმიწვია ასეთ პირად ადგილას. როდესაც მე მივედი, ის იჯდა თავის კაბინეტში, გარშემორტყმული წიგნებით და დოკუმენტებით. მაგრამ ის, რაც მე ყველაზე მეტად დამიმახსოვრდა, იყო ის, რომ მის მაგიდაზე იდო ერთი ძველი ფოტო, სადაც ის იდგა შევარდნაძესთან ერთად 1993 წელს, როდესაც ყველაფერი ჯერ კიდევ იწყებოდა.
ვინ იყო რეალურად იმ ფოტოზე, ორი მეგობარი, ორი მოკავშირე, თუ ორი ადამიანი, რომლებიც იყვნენ დაკავშირებული საიდუმლოებებით, რომლებიც არასოდეს უნდა გამჟღავნებულიყო? რა უთხრა ჯორბენაძემ თავის თანამშრომელს იმ დღეს? და რატომ იმ საუბრის შემდეგ თანამშრომელმა გადაწყვიტა, რომ დარჩენილიყო მდუმარე 21 წლის განმავლობაში? თანამშრომელი იხსენებს, რომ ჯორბენაძე საუბრობდა ბევრ რამეზე იმ დღეს, თავის ბავშვობაზე ჩიბათში, სადაც ის გაიზარდა უბრალო ოჯახში, სადაც არავინ არ ფიქრობდა, რომ ის ერთ დღეს გახდებოდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი საქართველოში. ის საუბრობდა თავის სწავლაზე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, სადაც ის ისწავლა არა იმიტომ, რომ ის იყო ბრწყინვალე სტუდენტი, არამედ იმიტომ, რომ ის იყო შრომის მოყვარე, დისციპლინირებული ერთგული. ის საუბრობდა თავის პირველ წლებზე როგორც ექიმი, როდესაც ის მუშაობდა ჩვეულებრივ საავადმყოფოში და ხედავდა, როგორ იტანჯებოდა ადამიანები არა იმიტომ, რომ არ იყო მკურნალობა, არამედ იმიტომ, რომ არ იყო ორგანიზაცია, არ იყო სისტემა, არ იყო ვინმე, ვინც აკონტროლებდა პროცესს. ის თქვა, მე მაშინ გავიგე, რომ მედიცინა არის არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ მენეჯმენტი. თუ შენ არ იცი, როგორ უნდა მართო რესურსები, როგორ უნდა განაწილო დრო, როგორ უნდა კოორდინირო ადამიანები, შენ ვერ იქნები კარგი ექიმი. და ეს იყო ის, რაც მე ვისწავლე, როგორ უნდა მართო. მაგრამ შემდეგ უცებ ჯორბენაძემ შეცვალა თემა. ის დაიწყო საუბარი იმაზე, რაზეც ის არასოდეს არ საუბრობდა საჯაროდ თავის როლზე შევარდნაძის სისტემაში. ის თქვა, მე ვიცი, რომ ხალხი ფიქრობს, რომ მე ვიყავი მარიონეტი. რომ მე უბრალოდ ვასრულებდი ბრძანებებს. მაგრამ ეს არ არის სიმართლე. მე ვიღებდი გადაწყვეტილებებს, ბევრ გადაწყვეტილებას, რომელიც ცვლიდა ადამიანების ცხოვრებას. და ყოველი ეს გადაწყვეტილება იყო არჩევანი, არჩევანი ორ ბოროტებას შორის, არჩევანი იმას შორის, ვინ გადარჩება და ვინ არა. თანამშრომელი იხსენებს, რომ ჯორბენაძის ხმა კანკალებდა, როდესაც ის ამბობდა ამას. ის იხსენებს, რომ ჯორბენაძის თვალებში იყო ცრემლები, არა თვითშეწყალების ცრემლები, არამედ ტკივილის ცრემლები, ტკივილის იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც მას მოუწია მიეღო. ის მითხრა ერთი ისტორია, აგრძელებს თანამშრომელი. 1987 წელს, როდესაც საქართველოს ბიუჯეტი იყო კატასტროფულად მცირე და ჯანდაცვის სამინისტროს უნდა გადაეწყვიტა, რომელ რეგიონებს მიეწოდებინა ვაქცინები ბავშვებისთვის, ჯორბენაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრიორიტეტი მიეცა იმ რეგიონებს, სადაც იყო ყველაზე მეტი ბავშვი და ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა. ეს ჟღერს ლოგიკურად არა? მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ სხვა რეგიონები, სადაც იყო ნაკლები ბავშვი, მაგრამ სადაც ასევე იყო საჭიროება, არაფერს მიიღებდნენ. და ჯორბენაძემ იცოდა ეს. ის იცოდა, რომ მისი გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ ზოგიერთი ბავშვი არ მიიღებდა ვაქცინას და შეიძლება გარდაიცვალა. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ თუ ის ცდილობდა ყველას დაეხმარა თანაბრად, მაშინ არავინ არ მიიღებდა საკმარისს და კიდევ უფრო მეტი ბავშვი გარდაიცვალებოდა. ასე რომ ის აირჩია ნაკლები ბოროტება. ეს არის ის ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჯორბენაძეს უწევდა მიეღო ყოველდღიურად გადაწყვეტილებები, რომლებიც არ იყო შავი ან თეთრი, არამედ ნაცრისფერი. გადაწყვეტილებები, რომლებიც ნიშნავდა, რომ ვიღაც მიიღებდა დახმარებას და ვიღაც არა. გადაწყვეტილებები, რომლებიც ნიშნავდა, რომ ვიღაც გადარჩებოდა და ვიღაც არა. და ეს იყო ის ტვირთი, რომელიც ჯორბენაძე ატარებდა მთელი ცხოვრება, ტვირთი იმ ცოდნისა, რომ მისი გადაწყვეტილებები ცვლიდა ადამიანების ბედს. თანამშრომელი იხსენებს, რომ ჯორბენაძემ თქვა, ხალხი ფიქრობს, რომ ძალაუფლება არის უნარი, რომ გააკეთო ის, რაც გინდა. მაგრამ რეალური ძალაუფლება არის ვალდებულება, რომ აირჩიო ის, ვინ გადარჩება. და ეს არის ტვირთი, რომელიც არასოდეს გტოვებს. მაგრამ შემდეგ ჯორბენაძემ თქვა რაღაც, რაც თანამშრომელს არასოდეს დაუიწყებია. ის თქვა, მე ვიცი, რომ როდესაც მე წავალ, ხალხი იტყვის, რომ მე ვიყავი კორუმპირებული. რომ მე ვიყავი ნაწილი იმ სისტემისა, რომელიც ძარცვავდა ქვეყანას. მაგრამ მე გინდა იცოდე ერთი რამ, მე არასოდეს არ ავიღე არაფერი ჩემთვის. არა ერთი ლარი, არა ერთი დოლარი. ყველაფერი, რაც გავიდა ჩემი ხელებით, წავიდა იქ, სადაც ის უნდა წასულიყო, საავადმყოფოებში, ექიმებთან, პაციენტებთან. ან წავიდა იმ ადამიანებთან, რომლებიც აკონტროლებდნენ სისტემას და რომლებსაც უნდა დარჩენილიყვნენ კმაყოფილები, რათა სისტემა არ ჩამოშლილიყო. მე ვიყავი შუამავალი, არა მოპარავი. ეს იყო ჯორბენაძის თვითშეფასება, ის თვლიდა თავს არა კორუმპირებულ ჩინოვნიკად, არამედ პრაგმატულ მენეჯერად, რომელიც აკეთებდა საუკეთესოს, რაც შეეძლო იმ გარემოში, სადაც ის მუშაობდა. თანამშრომელი ფიქრობს ამ შეფასებაზე და პასუხობს, მე არ ვიცი, სწორი იყო თუ არა ის, რაც ჯორბენაძემ გააკეთა. მე არ ვიცი, შეეძლო თუ არა მას სხვაგვარად მოქცევა. მაგრამ მე ვიცი ერთი რამ, ის რწმენოდა, რომ ის აკეთებდა სწორს.
ის რწმენოდა, რომ ის იყო ერთადერთი გზა. და ეს რწმენა იყო ის, რაც მას აძლევდა ძალას, რომ გაეგრძელებინა, რომ არ დანებებულიყო, რომ არ გაქცეულიყო. ის იყო ადამიანი, რომელიც დარჩა თავის პოსტზე, როდესაც ბევრი სხვა გაიქცა. ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა სისტემა, როდესაც ყველაფერი იშლებოდა. და ამისთვის მე ვფიქრობ, ის იმსახურებს პატივისცემას, თუნდაც იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც ის მიიღო, არ იყო სრულყოფილი. რა იყო ის ფასი, რომელიც ჯორბენაძემ გადაიხადა თავისი არჩევანისთვის? რა იყო ის ტვირთი, რომელიც ის ატარებდა მთელი ცხოვრება? და იყო თუ არა ის მართლაც შუამავალი, როგორც ის თვლიდა თავს, თუ ის იყო უფრო მეტი, ის იყო არქიტექტორი იმ სისტემისა, რომელიც მართავდა საქართველოს ყველაზე რთულ წლებში. 2013 წლის ნოემბრის 23-ს, 2 დღით ადრე, ვიდრე შევარდნაძე გადადგებოდა, ჯორბენაძემ გამართა ბოლო შეხვედრა თავის უახლოეს თანამშრომლებთან. ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრა, ეს იყო კერძო შეხვედრა, რომელიც გაიმართა ერთ რესტორანში თბილისის ცენტრში, რესტორანში, რომელიც იყო დახურული საზოგადოებისთვის იმ საღამოს. იქ იყო მხოლოდ 5 ადამიანი, ჯორბენაძე და 4 მისი ყველაზე ახლო თანამშრომელი, ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მასთან წლების განმავლობაში და რომლებიც იცოდნენ ყველაფერი მის შესახებ. ერთ-ერთი ამ 4-დან, რომელიც დღეს თანახმაა ისაუბროს ანონიმურად, იხსენებს იმ საღამოს როგორც ყველაზე მძიმე საღამოს თავის ცხოვრებაში. როდესაც ჩვენ შევედით რესტორანში, იწყებს ის, ჯორბენაძე უკვე იჯდა იქ მარტო მაგიდასთან, რომელიც იყო მოწყობილი 5 ადამიანისთვის. მაგრამ მაგიდაზე არ იყო საჭმელი, არ იყო სასმელი, იყო მხოლოდ 5 ცარიელი ჩიქა და 1 ბოთლი წყალი. ჯორბენაძე გვიყურებდა და თქვა, დაჯექით. მე გინდა რაღაც გითხრათ. რა უთხრა ჯორბენაძემ თავის თანამშრომლებს იმ საღამოს? რა იყო ის, რაც მან გადაწყვიტა, რომ გაეზიარებინა მათთან ბოლო მომენტში? და რატომ იმ საუბრის შემდეგ ყველა 4 თანამშრომელმა დატოვა პოლიტიკა და არასოდეს აღარ დაბრუნდა? თანამშრომელი იხსენებს, რომ ჯორბენაძე საუბრობდა ნელა, ფრთხილად, თითქოს ფიქრობდა ყოველ სიტყვაზე. ის თქვა, თქვენ იცით, რომ ყველაფერი მთავრდება. თქვენ იცით, რომ ხვალ ანზეგ შევარდნაძე გადადგება და ახალი ხელისუფლება მოვა. და თქვენ იცით, რომ ეს ახალი ხელისუფლება მოეძებს ბრალეულებს. ისინი მოეძებს ადამიანებს, რომლებსაც შეეძლებათ დაადანაშაულონ ყველაფერში, რაც არ მუშაობდა. და ჩვენ ვართ ის ადამიანები. თანამშრომელი იხსენებს, რომ ამ სიტყვების შემდეგ ყველა დუმდა. ყველა მიცოდა, რომ ჯორბენაძე მართალი იყო. ყველა მიცოდა, რომ ისინი იყვნენ დაუცველები. მაგრამ არავინ არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. შემდეგ ჯორბენაძემ თქვა რაღაც, რაც ჩვენ არასოდეს არ დაგვიწყებია, აგრძელებს თანამშრომელი. ის თქვა, მე გადავწყვიტე, რომ წავალ. მე გადავწყვიტე, რომ დავტოვო პოლიტიკა და დაუბრუნდე მედიცინაში. მაგრამ თქვენ გაქვთ არჩევანი. თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ და ებრძოლოთ. თქვენ შეგიძლიათ ცადოთ, რომ დაიცვათ თქვენი პოზიციები, რომ დაამტკიცოთ, რომ თქვენ არიყავით კორუმპირებულები. მაგრამ მე გირჩევთ, რომ წახვიდეთ. იმიტომ, რომ თუ თქვენ დარჩებით, თქვენ გახდებით სამიზნეები. და მე არ მინდა, რომ თქვენ დაზარალდეთ იმის გამო, რაც ჩვენ გავაკეთეთ ერთად. თანამშრომელი იხსენებს, რომ ჯორბენაძის ხმა კანკალებდა, როდესაც ის ამბობდა ამას. ის იხსენებს, რომ ჯორბენაძის თვალებში იყო ცრემლები, არა თვითშეწყალების ცრემლები, არამედ შიშის ცრემლები, შიშის იმისთვის, რომ მისი თანამშრომლები დაზარალდებოდნენ. მაგრამ შემდეგ ჯორბენაძემ თქვა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერს. ის თქვა, მე მაქვს ერთი საიდუმლო, რომელიც მე არასოდეს არ გაგიზიარებიათ. მაგრამ ახლა, როდესაც ყველაფერი მთავრდება, მე გინდა იცოდეთ ეს. 1999 წელს, როდესაც შევარდნაძე აირჩიეს პრეზიდენტად, ერთმა ადამიანმა, რომელიც იყო ძალიან ახლოს შევარდნაძესთან, ადამიანმა, რომელსაც ყველა ენდობოდა, მომიახლოვდა და მითხრა, აქვს გეგმა. გეგმა იმისა, როგორ უნდა გადაერჩინა საქართველო ეკონომიკური კოლაფსისგან. მაგრამ ეს გეგმა მოითხოვდა რაღაცას, რაც არ იყო ლეგალური. ის მოითხოვდა, რომ ჩვენ გამოგვეყენებინა საერთაშორისო დახმარება არა მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვის. ის მოითხოვდა, რომ ჩვენ შეგვექმნა სისტემა, სადაც ფული მოძრაობდა არა გამჭვირვალედ, არამედ კონტროლირებულად იმ ადამიანების მიერ, რომლებიც იცოდნენ, როგორ უნდა გამოეყენებინათ ის ქვეყნის სასარგებლოდ. თანამშრომელი იხსენებს, რომ ყველა იჯდა შოკში. ყველა მიცოდა, რომ სისტემა არ იყო სრულყოფილი, მაგრამ არავინ არ იცოდა, რომ ის იყო დაგეგმილი ასე, დაგეგმილი არა როგორც კორუფციის სისტემა, არამედ როგორც გადარჩენის სისტემა. ჯორბენაძემ თქვა, მე დავთანხმდი. მე დავთანხმდი, იმიტომ რომ მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ერთადერთი გზა.
მე ვფიქრობდი, რომ თუ ჩვენ არ შევქმნიდით ამ სისტემას, ქვეყანა ჩამოიშლებოდა. მაგრამ ახლა, როდესაც მე ვუყურებ უკან, მე ვხედავ, რომ ჩვენ შევცდით. ჩვენ შევქმნით სისტემა, რომელიც გადაარჩინა ქვეყანას მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ რომელიც დააზიანა ის გრძელვადიან პერიოდში. ჩვენ შევქმნით სისტემას, სადაც ადამიანები ისწავლეს, რომ წარმატება არ არის დამოკიდებული შრომაზე, არამედ კავშირებზე. სადაც ადამიანები ისწავლეს, რომ სამართლიანობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ძალა. და ეს იყო ჩვენი შეცდომა. ეს იყო ჯორბენაძის ბოლო აღიარება იმისა, რომ ის, რაც ისაკეთებდა, არ იყო სრულყოფილი. აღიარება იმისა, რომ ის, რაც ის თვლიდა გადარჩენად, რეალურად იყო დაზიანება. მაგრამ ამავე დროს ეს იყო აღიარება იმისა, რომ ის არ იცოდა სხვა გზა. თანამშრომელი იხსენებს, რომ ჯორბენაძემ თქვა, მე არ ვიცი, იყო თუ არა სხვა გზა. მე არ ვიცი, შეეძლო თუ არა ჩვენ სხვაგვარად მოქცევა. მაგრამ მე ვიცი ერთი რამ, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ჩვენ ვფიქრობდით, რომ იყო სწორი. და ახლა ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამ არჩევანის შედეგებით. თანამშრომელი იხსენებს, რომ იმ საღამოს შემდეგ ყველა 4 თანამშრომელმა დატოვა პოლიტიკა. ყველამ დაბრუნდა თავის პირველ პროფესიებში, ერთი გახდა ექიმი, მეორე მასწავლებელი, მესამე ინჟინერი, მეოთხე ბიზნესმენი. არავინ არ დარჩა პოლიტიკაში, არავინ არ ცდილობდა ბრძოლას, არავინ არ ცდილობდა თავის დაცვას. ჩვენ ყველამ გავიგეთ, რომ ჯორბენაძე მართალი იყო, ამბობს თანამშრომელი. ჩვენ გავიგეთ, რომ თუ ჩვენ დავრჩებოდით, ჩვენ გავხდებოდით სამიზნეები. ასე რომ ჩვენ წავედით მშვიდად უხმაუროდ ისე, რომ არავინ შეამჩნია. და ჩვენ არასოდეს აღარ ვისაუბრეთ იმაზე, რაც მოხდა იმ საღამოს. ჩვენ არასოდეს აღარ ვისაუბრეთ იმაზე, რაც ჯორბენაძემ გვითხრა. ჩვენ უბრალოდ დავინახეთ ეს როგორც ბოლო გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ზოგჯერ ერთადერთი გზა გადარჩენისთვის არის წასვლა. ეს იყო ჯორბენაძის ბოლო გაკვეთილი თავის თანამშრომლებისთვის, გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ძალაუფლება არის არა პრივილეგია, არამედ ტვირთი. გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ზოგჯერ საუკეთესო, რაც შეგიძლია გააკეთო, არის წასვლა, სანამ ძალიან გვიან არ არის. რა იყო ის გეგმა, რომელზეც ჯორბენაძე საუბრობდა? ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც შესთავაზა მას ეს გეგმა? და იყო თუ არა ეს გეგმა რეალურად გადარჩენის გეგმა, თუ ის იყო უბრალოდ გამართლება კორუფციისთვის? ეს არის ის კითხვები, რომლებზეც თქვენ ჩვენი მაყურებლები უნდა გადაწყვიტოთ. რას ფიქრობთ თქვენ, იყო თუ არა ჯორბენაძე მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელშიც ის მუშაობდა, თუ ის იყო არქიტექტორი ამ სისტემისა? 2024 წლის მაისის 18-ს, როდესაც ავთანდილ ჯორბენაძე დატოვა ამ სამყაროს, მისი ოჯახმა იპოვა რაღაც, რაც არავინ არ ელოდა, წერილი, რომელიც ის დაწერა ერთი თვით ადრე, აპრილში, როდესაც ის იცოდა, რომ მისი დრო იწურებოდა. ეს არ იყო ოფიციალური დოკუმენტი, არ იყო ანდერძი, არ იყო პოლიტიკური განცხადება. ეს იყო პირადი წერილი, რომელიც იყო მიმართული არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც ეძებენ ჭეშმარიტებას. წერილი იყო დაწერილი ხელით, ნელა, ფრთხილად, თითქოს ჯორბენაძე ფიქრობდა ყოველ სიტყვაზე. წერილი იყო სამი გვერდი, რომელიც ხსნიდა ყველაფერს, რაზეც ჯორბენაძე არასოდეს არ საუბრობდა საჯაროდ. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ბოლო აბზაცი, რომელიც ცვლის ყველაფერს, რასაც ჩვენ ფიქრობდით ჯორბენაძის შესახებ. რა იყო დაწერილი იმ წერილში? რა საიდუმლოებები გამოავლინა ჯორბენაძემ თავის ბოლო სიტყვებში? და რატომ იმ წერილის წაკითხვის შემდეგ მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ის არასოდეს არ გახდებოდა საჯარო? არსებობს ერთი ადამიანი, რომელმაც წაიკითხა ეს წერილი, ჯორბენაძის ახლო ნათესავი, რომელიც იყო მასთან მის ბოლო დღეებში. ის არ იყო პოლიტიკოსი, არ იყო ჟურნალისტი, არ იყო საზოგადო ფიგურა. ის იყო უბრალოდ ოჯახის წევრი, ადამიანი, რომელსაც ჯორბენაძე ენდობოდა უპირობოდ. როდესაც მე ვიპოვე ეს წერილი, იწყებს ის ნელა, ეს იყო დამალული მის სამუშაო მაგიდის უჯრაში, კონვერტში, რომელზეც იყო დაწერილი, გახსენით მხოლოდ მაშინ, როდესაც მე აღარ ვიქნები. მე გავხსენი ის ერთი კვირის შემდეგ მისი გარდაცვალების შემდეგ. და როდესაც მე წავიკითხე ის, მე გავიგე, რატომ ის არ იყო მზად, რომ ეს გახდომოდა საჯარო მისი ცხოვრების დროს. ნათესავი იხსენებს, რომ წერილი იწყებოდა მარტივი წინადადებით, მე ვიცი, რომ ხალხი მეძებს პასუხებს. მე ვიცი, რომ ისინი მეძებენ ბრალეულს. მაგრამ ჭეშმარიტება არის უფრო რთული, ვიდრე ისინი ფიქრობენ. შემდეგ ჯორბენაძე წერდა თავის ცხოვრებაზე, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ადამიანი. ის წერდა თავის ბავშვობაზე ჩიბათში, სადაც ის გაიზარდა ოჯახში, რომელსაც არაფერი ჰქონდა, მაგრამ რომელსაც ჰქონდა ღირსება.
ის წერდა თავის მშობლებზე, რომლებიც ასწავლიდნენ მას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა ის, რაც შენ გაქვს, არამედ ის, როგორ ეპყრობი სხვებს. ის წერდა თავის სწავლაზე, სადაც ის ისწავლა არა იმიტომ, რომ ის იყო ბრწყინვალე, არამედ იმიტომ, რომ ის იყო შრომის მოყვარე. ის წერდა თავის პირველ წლებზე როგორც ექიმი, როდესაც ის ხედავდა, როგორ იტანჯებოდა ადამიანები და როგორ ცდილობდა დაეხმარა მათ. მაგრამ შემდეგ წერილი იცვლებოდა. ჯორბენაძე იწყებდა საუბარს თავის პოლიტიკურ კარიერაზე და აქ ის იყო ბევრად უფრო გულწრფელი, ვიდრე ოდესმე იყო საჯაროდ. ის წერდა, როდესაც მე შევედი პოლიტიკაში, მე ვფიქრობდი, რომ მე შემეძლებოდა შეცვლა. მე ვფიქრობდი, რომ მე შემეძლებოდა შექმნა სისტემა, რომელიც იქნებოდა სამართლიანი, გამჭვირვალე, ეფექტური. მაგრამ მე სწრაფად გავიგე, რომ პოლიტიკა არის არა იდეალების შესახებ, არამედ კომპრომისების შესახებ. პოლიტიკა არის არა იმის შესახებ, რაც შენ გინდა გააკეთო, არამედ იმის შესახებ, რაც შენ შეგიძლია გააკეთო იმ გარემოში, სადაც შენ მუშაობ. ნათესავი იხსენებს, რომ ამ სიტყვების წაკითხვისას ის გრძნობდა ტკივილს იმისთვის, რომ ჯორბენაძე არასოდეს არ შეეძლო იყოს ის, ვინც ის იყო მზად ყოფილიყო. შემდეგ ჯორბენაძე წერდა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მას მოუწია მიეღო, გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ცვლიდა ადამიანების ცხოვრებას. ის წერდა, ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, იყო არჩევანი ორ ბოროტებას შორის. ყოველი გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ ვიღაც მიიღებდა დახმარებას და ვიღაც არა. ყოველი გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ ვიღაც გადარჩებოდა და ვიღაც არა. და მე ვატარებ ამ ტვირთს ყოველდღე, ტვირთს იმ ცოდნისა, რომ ჩემი გადაწყვეტილებები ცვლიდა ბედებს. ნათესავი იხსენებს, რომ ამ სიტყვების წაკითხვისას ის გრძნობდა თანაგრძნობას იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ატარებდა ასეთ ტვირთს მთელი ცხოვრება. მაგრამ შემდეგ მოვიდა ბოლო აბზაცი, რომელიც ცვლის ყველაფერს. ჯორბენაძე წერდა, მე ვიცი, რომ ხალხი მეძებს ბრალეულს. მე ვიცი, რომ ისინი მეძებენ ადამიანს, რომელსაც შეიძლება დაადანაშაულოს ყველაფერში, რაც არ მუშაობდა. მაგრამ ჭეშმარიტება არის ის, რომ ბრალეული არ არის ერთი ადამიანი. ბრალეული არის სისტემა, რომელიც ჩვენ ყველამ შევქმნით ერთად. სისტემა, რომელიც იყო ერთადერთი გზა გადარჩენისთვის იმ წლებში, მაგრამ რომელიც ასევე იყო დასაწყისი ყველა იმ პრობლემების, რომლებიც მოვიდა შემდეგ. და თუ თქვენ მეძებთ ბრალეულს, მაშინ ჩვენ ყველანი ვართ ბრალეულები, მე, შევარდნაძე, ყველა ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ იმ სისტემაში. მაგრამ ჩვენ ასევე ვართ მსხვერპლები იმ დროის, იმ გარემოს, იმ არჩევანების, რომლებიც ჩვენ გვქონდა. ეს იყო ჯორბენაძის ბოლო სიტყვები, რომლებიც არ იყო გამართლება, არამედ ახსნა. სიტყვები, რომლებიც არ იყო თვითდაცვა, არამედ თვითშეფასება. სიტყვები, რომლებიც აღიარებდა როგორც შეცდომებს, ისე გარემოს, რომელშიც ეს შეცდომები მოხდა. ნათესავი იხსენებს, რომ იმ წერილის წაკითხვის შემდეგ ოჯახმა გამართა შეხვედრა და გადაწყვიტა, რომ ეს წერილი არასოდეს არ გახდებოდა საჯარო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს იყო ძალიან პირადი, ძალიან მტკივნეული. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თუ ეს გახდებოდა საჯარო, ის გამოყენებულ იქნებოდა არა როგორც ახსნა, არამედ როგორც იარაღი იმ ადამიანების მიერ, რომლებიც მოეძებდნენ ბრალეულს. ასე რომ ჩვენ დავინახეთ ეს როგორც პირადი დოკუმენტი, რომელიც უნდა დარჩენილიყო ოჯახში. მაგრამ ახლა 21 წლის შემდეგ ნათესავი გადაწყვეტს, რომ გააზიაროს ამ წერილის არსი, არა სრული ტექსტი, არამედ მთავარი იდეა. მე ვფიქრობ, რომ ხალხს უნდა იცოდეს, რომ ჯორბენაძე არ იყო მონსტრი. ის არ იყო ქურდი. ის არ იყო ადამიანი, რომელიც მდიდრდებოდა ხალხის ტანჯვაზე. ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა სისტემა იმ გარემოში, სადაც ყველაფერი იშლებოდა. ის იყო ადამიანი, რომელიც აკეთებდა არჩევანს, არა იდეალურ არჩევანს, არამედ ერთადერთ შესაძლო არჩევანს იმ მომენტში. და ამისთვის მე ვფიქრობ, ის იმსახურებს არა დაგმობას, არამედ გაგებას. ეს არის ის, რასაც ნათესავი ითხოვს, არა გამართლებას, არამედ გაგებას. გაგებას იმისა, რომ ისტორია არის არა შავი და თეთრი, არამედ ნაცრისფერი. გაგებას იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ იმ სისტემაში, არ იყვნენ მხოლოდ ბოროტები ან მხოლოდ კეთილები, ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებდნენ არჩევანს იმ გარემოში, რომელიც არ იყო იდეალური. რა იყო ის სრული ტექსტი იმ წერილისა? რა სხვა საიდუმლოებები გამოავლინა ჯორბენაძემ თავის ბოლო სიტყვებში? ჩვენ შეიძლება არასოდეს გავიგოთ. მაგრამ ის რაც ცხადია არის ის, რომ ჯორბენაძე წავიდა როგორც ადამიანი, რომელიც ცდილობდა გაეგო თავისი როლი ისტორიაში, როლი, რომელიც არ იყო სრულყოფილი, მაგრამ რომელიც იყო რეალური, რომელიც იყო ადამიანური.
როდესაც ავთანდილ ჯორბენაძემ დატოვა ეს სამყარო 2024 წლის მაისში, მასთან ერთად წავიდა მთელი ეპოქა, რომელიც იყო სავსე წინააღმდეგობებით, სავსე რთული არჩევანებით, სავსე საიდუმლოებებით. მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, ვინ იყო ის რეალურად და რა როლი ითამაშა ის ქვეყნის ისტორიაში. ზოგიერთი ამბობდა, რომ ის იყო ნაცრისფერი კარდინალი ადამიანი, რომელიც მართავდა ყველაფერს ჩრდილიდან. სხვები ამბობდნენ, რომ ის იყო უბრალოდ ეფექტური ადმინისტრატორი, რომელიც აკეთებდა თავის სამსახურს. კიდევ სხვები ამბობდნენ, რომ ის იყო მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელშიც ის მუშაობდა. მაგრამ ყველა თანხმდებოდა ერთ რამეში, ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა ძალიან ბევრი და რომელიც წავიდა თავისი საიდუმლოებებით. მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრი ადამიანი, რომლებიც მუშაობდნენ მასთან, დაიწყა საუბარი, არა საჯაროდ, არამედ კერძოდ ოჯახებში მეგობრებთან. ისინი იხსენებდნენ მას როგორც ადამიანს, რომელიც იყო ყოველთვის მშვიდი, ყოველთვის კონტროლირებული, ყოველთვის პროფესიონალი. ისინი იხსენებდნენ მას როგორც ადამიანს, რომელიც არასოდეს არ კარგავდა ნერვებს, არასოდეს არ ყვიროდა, არასოდეს არ ემუქრებოდა. ისინი იხსენებდნენ მას როგორც ადამიანს, რომელიც ყოველთვის ეძებდა გადაწყვეტას, ყოველთვის ეძებდა კომპრომისს, ყოველთვის ცდილობდა, რომ ყველა მხარე დარჩენილიყო კმაყოფილი. მაგრამ ისინი ასევე იხსენებდნენ მას როგორც ადამიანს, რომელიც იყო მარტოხელა არა იმიტომ, რომ მას არ ჰყავდა ოჯახი ან მეგობრები, არამედ იმიტომ, რომ ის ატარებდა ტვირთს, რომელსაც ის ვერ უზიარებდა არავის. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან იმ წლებს, როდესაც ჯორბენაძე იყო ძალაუფლებაში, ჩვენ ვხედავთ სურათს, რომელიც არის ბევრად უფრო რთული, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, რომელიც იყო ქაოსის ზღვარზე, ქვეყანას, სადაც ომები გრძელდებოდა, სადაც ეკონომიკა იყო კოლაფსის ზღვარზე, სადაც ხალხი იყო სასოწარკვეთილებაში. ჩვენ ვხედავთ სისტემას, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა თავი, არა იდეალურად, არა სამართლიანად, მაგრამ ისე, რომ ის საერთოდ არ ჩამოშლილიყო. და ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ იმ სისტემაში, ადამიანებს, რომლებიც აკეთებდნენ არჩევანს, რომლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ცდილობდნენ გადაერჩინათ ის, რაც შეეძლოთ. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სისტემა ჰქონდა თავისი ფასი. ფასი იმისა, რომ ადამიანები ისწავლეს, რომ წარმატება არ არის დამოკიდებული შრომაზე, არამედ კავშირებზე. ფასი იმისა, რომ ადამიანები ისწავლეს, რომ სამართლიანობა არ არსებობს მხოლოდ ძალა. ფასი იმისა, რომ ადამიანები დაკარგეს რწმენა სახელმწიფოში, დაკარგეს რწმენა ინსტიტუტებში, დაკარგეს რწმენა იმაში, რომ ცვლილება შესაძლებელია. და ეს ფასი, რომელიც გადაიხადა იმ წლებში, კვლავ გრძნობს საქართველო დღესაც. ჯორბენაძის ისტორია არის ისტორია არჩევანის შესახებ, არჩევანის იმას შორის, რაც არის იდეალური და რაც არის შესაძლებელი. არჩევანის იმას შორის, რაც არის სწორი და რაც არის პრაქტიკული. არჩევანის იმას შორის, რაც არის გამჭვირვალე და რაც არის ეფექტური. და ეს არის არჩევანი, რომელსაც ყველა ადამიანი აწყდება, რომელიც მუშაობს ძალაუფლებაში, არჩევანი იმას შორის, თუ როგორ გინდა იყო დამახსოვრებული და თუ როგორ რეალურად იქცევი. მაგრამ ჯორბენაძის ისტორია ასევე არის ისტორია საიდუმლოებების შესახებ, საიდუმლოებების, რომლებიც არასოდეს გამჟღავნდა, საიდუმლოებების, რომლებიც წავიდა მასთან ერთად. და ეს საიდუმლოებები ტოვებს ღია კითხვებს იმის შესახებ, რა რეალურად ხდებოდა იმ წლებში, ვინ რეალურად იღებდა გადაწყვეტილებებს, როგორ რეალურად მუშაობდა სისტემა. ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ შეიძლება არასოდეს მივიღოთ სრული პასუხები. მაგრამ ეს არის კითხვები, რომლებიც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კითხვა, იმიტომ რომ მხოლოდ კითხვის გაგრძელებით შეგვიძლია გავიგოთ ჩვენი წარსული და ავაშენოთ უკეთესი მომავალი. დღეს, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ავთანდილ ჯორბენაძეს, ჩვენ უნდა ვიხსენოთ მას არა როგორც გმირს და არა როგორც ბოროტმოქმედს, არამედ როგორც ადამიანს, რომელიც იცხოვრა რთულ დროში, რომელიც აკეთებდა რთულ არჩევანს, რომელიც ატარებდა რთულ ტვირთს. ადამიანს, რომელიც არ იყო სრულყოფილი, მაგრამ რომელიც ცდილობდა გააკეთოს ის, რაც ის თვლიდა სწორად. ადამიანს, რომელიც წავიდა მშვიდად უხმაუროდ ჩრდილში, ისე როგორც ის იცხოვრა. და შეიძლება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ მისი ისტორიიდან, გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ისტორია არის არა მარტივი, არამედ რთული. რომ ადამიანები არიან არა მხოლოდ კეთილები ან მხოლოდ ბოროტები, არამედ ორივე. რომ გადაწყვეტილებები არიან არა მხოლოდ სწორები ან მხოლოდ არასწორები, არამედ ნაცრისფერი. და რომ თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ ჩვენი წარსული, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მივიღოთ ეს სირთულე, ეს წინააღმდეგობები, ეს ღია კითხვები. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ნახეთ ეს ტრაგიკული ისტორია ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ კიდევ ავთანდილ ჯორბენაძე. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ